დიდი მადლობა მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო კლუბის წევრებო და არაწევრებო ხელოვნებით და პოეზიით დაინტერესებულო და გულანტებულო ადამიანები. უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ დღეს ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეთა დაბადების დღე არის, ძალიან ბევრია დღეს დაბადებული. დოსტოევსკის დაბადების დღეა, ბესიკ ხარანაულის დაბადების დღეა, კურტ ვონეგუტის დაბადების დღეა, ლუს კაზალის დაბადების დღეა, თუ ვინმე იცნობს ამ შესანიშნავ ესპანელ მომღერალ ქალს, ალმოდოვარის ფილმებში მღერის ხოლმე და კიდე ბევრი ვინმეს. კარგია, რომ დღეს ვიკრიბებით სწორედ ამ შესანიშნავ კლუბში საუბრების დასაწყებად და ძალიან კარგია, რომ ერთ-ერთი პირველი საუბარი უწევს იმ მოვლენას, რომელსაც წელს შეუსრულდა 100 წელი. საერთოდ იუბილეებთან დაკავშირებით ჩვენი საზოგადოება საკმაოდ გულგრილია. წელს მოგეხსენებათ რუსთაველის 850 წელია, მსოფლიოს უნდა აღენიშნათ, ჩვენ არაფერი არ გავიკეთებია და არ აღვინიშნავს. ახლა მით უმეტეს იმას, რასაც მე გეტყვით, იმას მიღა აღნიშნავ და წელს გახლავთ ცისფერი ყამწების გამოცემის 100 წლისთავი. გაიარა უკვე ამან, ეს გაზაფხულზე იყო, ახლა შეგვიძლია აღნიშნოთ მეორე ნომრის გამოცემის 100 წლისთავი და საერთოდ მინდა გითხრათ, რომ თვითონ ეს მოვლენა, ცისფერი ყამწელები, ქართული სიმბოლიზმი, თვითონ ეს მოვლენა სამწუხაროდ ძალიან ცუდად არის მოწოდებული. მე არ ვიტყვი, რომ ცუდადაა შესწავლილი, იმიტომ რომ ფილოლოგებს არ დაუკვლიათ მეცადინეობა, გასაგებია. მაგრამ ფილოლოგების შრომა არის ერთი და საზოგადოებასთან ამის მიტანა არის მეორე. ვერ ვიტყვით, რომ ცისფერყანწელები სარგებლობენ იმ გაგებით, იმ სიყვარულით, რითიც უნდა სარგებლობდნენ ჩვენ საზოგადოებაში. მეცაც გეტყვით ცისფერყანწელთა ეპიგონებს და იმ ეპიგონთა ეპიგონებს გაცილებით უფრო მაღალი რეიტინგი აქვთ ქართულ ცნობიერებაში, ვიდრე აი ამ ადამიანებს. ჩვენ ვალში ვართ ამ ხალხის წინაშე, იმიტომ რომ ცისფერყანწელები აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც სულ არ ჰქონდათ შესაძლოა სურვილი სახელმწიფოს დაპირისპირებოდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ასე აღმოჩნდა. ბევრი მათგანი განადგურდა, ბევრი მათგანის პოეზია განადგურდა, ბევრი მათგანის შესახებ ინფორმაცია განადგურდა. ეს იყო მოვლენა, რომელმაც შეცვალა ჩვენი ქვეყანა. ეხლა წარმოიდგინეთ, რა ხდებოდა 1915 წლის შემდეგ. რატო ვამბობთ ამ თარიღს? 1915 წელი არის გარდატეხის წელი ქართულ კულტურაში, იმიტომ რომ ამ წელს ორივე დარჩენილი დიდებული ქართველი გარდაიცვალა. ვაჟა-ფშაველას გარდაიცვალა, აკაკი წერეთელიც გარდაიცვალა. და იყო შთაბეჭდილება, რომ საქართველოც გარდაიცვალა. რომ ნახოთ თქვენ მაშინდელი ლიტერატურული მასალა. ძირითად გავლენას ლიტერატურაზე ახდენდა აკაკი წერეთელი. იწერებოდა ლექსები აკაკის სტილით. როგორც მასში არ იყო აკაკის სული, სამაგიეროდ მასში იყო სრული დარწმუნება იმაში, რომ ლექსის წერა შეუძლია ყველას. აკაკი წერეთელმა ეს საშინელება დაგიტოვა, ის ისე მსუბუქად ეპყრობოდა ქართულ ენას, ის ისეთი პოეტური და ისეთი არტისტული იყო, ისე მუსიკალური იყო, რომ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ლექსის წერა ქართულ ენაზე იოლია. და ვინაიდან თემები, რომელსაც ილია და აკაკი ამუშავებდა, რაღაც მომენტში საკმაოდ დავიწრობდა, წარმოიდგინეთ ახლა ვიწროთემიანობა ეპიგონების ხელში. მივიღეთ რაღაც საშინელება, რომელსაც ერთ-ერთმა ცისფერყანწელმა მომავალში ვერ შეუსადაგა ქართული სიტყვა და უწევდა რუსული სიტყვა, რუსულ-ქართული სიტყვა პოშლიაკობა. პოშლიაკობა მეგონი ძალიან კარგად ასახავს იმას, რაც მოხდა ქართულ ლიტერატურაში. მოხდა ლიტერატურული გადაგვარება და ქართული ლიტერატურა წავიდა ძალიან უცნაური გზით. მე არც მინდა დავასახელო ის გვარები და სახელები, რომლებიც მაგ დროს იყვნენ პოპულარული, ძალიან მძიმე ვითარება იყო. დადგა აშკარა საშიშროება, რომ ქართული ლიტერატურა, ქართული პოეზია
ქართული ლექსი წავიდოდა, ასე ვთქვათ, სოციალიზაციის გზით. სოციალიზაციის გზა, იცით, დღეს გვაქვს აგერ, Facebook-ია, არც რედაქტორი უნდა, არც გამომცემლობა, დაწერე, დაბეჭდე. მოეწონათ და ალაიქებენ, არ მოეწონათ, არალაიქი არ არსებობს. ზუგერბერგი კარგი კაცია, კეთილი კაცია. დისლაიქი არ შემოაქვს მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხვეწნა, შეიძლება ბოლოს მინიმუმ გაბრაზების ნიშანი დადოს, მაგრამ სავსეა Facebook-ი ლექსებით, თარგმანებით, პარალელური ტექსტებით და თუ ვინმეზე რამე წამოწდა, მერე ძალიან მძიმე და შეურაცხყოფილი ამ ბრენდებით და ასე შემდეგ. პირადად მეც მქონდა ასეთი შემთხვევა, ლექციაზე ვახსენე ერთი თარგმნელი Facebook-იდან, რომელიც არ მომეწონა და მომწდა სხვა კონტინენტიდან. საქმე ის გახლავთ, რომ ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა გახდა პრივატიზაცია ლექსის. საერთოდ ჭეშმარიტების პრივატიზაცია მოხდა, როდესაც შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ 2-4-4-ია, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ 5-ია. და შენ ჩემს სიტყვაში რატომ მიჭრები, ჩემი სიტყვის თავისუფლება მეუბნება, რომ 5-ია. დაახლოებით ასეთი მოვლენა ხდებოდა პოეზიაში. არ იყო სოციალური ქსელები, სამაგეროდ გამოცემლობები სავსე იყო უხარისხო მასალით. უამრავი ჟურნალი გამოდიოდა, ვერ ვიტყვით, რომ ლიტერატურა არ იყო, პირიქით უბედურება იყო ის, რომ ლიტერატურა იყო, ოღონდ ის, რაც იყო, ლიტერატურა მართლა არ იყო. აი ეს ვითარება იყო 1915 წელს. ეს ის მომენტია, როდესაც ერთ-ორ გენიალს დაწერილს ერთი-ორი გენიალური ლექსი, მაგრამ საერთო სურათს ეს ვერ ცვლის, იმიტომ რომ ასობით პოეტი მოღვაწეობს და წერს რაღაც საშინელებას. აი ესეთი მდგომარეობაა. ენობრივი პოლიტიკა იყო ახალი, ასე ვთქვათ, აკაკის გაგრძელება, შემცირდა ლექსიკა და დაიტყვანა პოეზია დასული იყო ალბათ 200-300 სიტყვაზე, ძალიან გაღარიბდა და რითმებზე და გერწერაზე და ასეთ როკოკო ამბებზე ლაპარაკი აღარ იყო. აი ეს ვითარება იყო, როდესაც საქართველოში გამოჩნდა ჯგუფი, რომელმაც მოინდომა საქართველოს და ქართული კულტურის ევროპაში შეყვანა, დაბრუნება, ან ხელახლა მისი გაჩენა და დაბადება. წარმოუდგენელია ის როლი, წარმოუდგენლად დიდია ეს როლი, რაც ამ დაჯგუფებამ შეასრულა. წარმოუდგენლად უსინდისვარი მეხსიერება ამ ადამიანების, ამ დაჯგუფების მიმართ, ვინაიდან ცისფერყანწელები ითვლება ერთ-ერთ ლიტერატურულ მოვლენად, რომელიც გავსი შეიძლება კიდე სხვა იყო, რაც არ არის სიმართლე. სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ცისფერყანწელები იყო ერთადერთი მოვლენა, რომელმაც გადაარჩინა ქართული კულტურა და მისცა მას ის სიმაღლე, რაც დღეს ასე იოლად ვალაპარაკეს. მე რო გითხარით, რომ დღეს ბესიკ ხარანაულის დაბადების დღეა, გარკვეული გაგებით ამით ის თქვი, რომ ჩვენი პოეზია დღეს 21 საუკუნეში ცოცხალია და აგერ კლასიკოსი ყავს. ცოცხალი ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და ცოცხალი ნიშნავს, რომ წელსაც კი დაწერა ძალიან მაგარი რამ. და გაისადაც დაწერს, თქვი არ არის ეპარებოდეს. ჩვენ ქართველებს გვიყვარს ხოლმე შვიდეულები. არის ყველა ხალხს აქვს თავისი რიცხვი. საერთოდ ეს რიცხვი მოგეხსენებათ, როჯერსმა დაადგინა ადამიანისთვის არის 7+-2. ზოგისთვის არის 5, მიშა სააკაშვილს უყვარდა მაგალითად სკოლაში ნაკლებად, მაგრამ პოლიტიკაში ძალიან. და არის კიდევ რიცხვი 9, რომელიც უყვარდა დანდეს, რომელიც გვიყვარს ჩვენს, სხვათავიანი დევებით, მეცხრეცა და ასე შემდეგ. და არის ჩვეულებრივი რიცხვი, საყვარელი რიცხვი 7. თავისი მოადგილეებით, 14-ებით და ასე შემდეგ. აი ამ 7-ში ძალიან ჩამწვარი ვართ ჩვენ, როცა პოეზიაზე ლაპარაკი, ჩვენ გვყავს 7 გამორჩეული პოეტი, 7-ეული პოეტების. ჩემს ბავშვობაში ამ 7-ეულში არ იყო გალაქტიონი. მისი ადგილი ეჭირა ძალიან საპატიო დიდ პოეტს ბესიკს,
რომელიც სწორედ ჩემ ბავშვობაში გავარდა ამ შვიდიდან და გზა დაუთმო გალაქტიონს. დადგება დრო, როდესაც ამ შვიდებიდან ვიღაცა ასევე გავა და დათმობს თავის ადგილს და მე ვიწინასწარმეტყველებ თუ ვინმე გავა მაგ შვიდიდან, მისი ადგილის დამკავებელი ისევ გვყავს, ისევ ის სახელი, რომელიც ჰქონდა, ჩემი აზრით ეს მართლა შეუძლია გააკეთოს ბესიკხარანაულა. მაგრამ ეს აზრი არის, ამისთვის უნდა წავიდეს, გასაგებია ხო, ცოცხალ კაცს არავინ არსად არ შეიყვანს, გალაქტიონი არ შეიყვანეს, ეგ კი არა. ძალიან სერიოზულად მგონია, რომ ქართული პოეზია და ქართული ცხოვრება, შეიძლება ქართული სახელმწიფოც კი ისეთი არ ყოფილიყო, რომ არ ყოფილიყვნენ ეს ადამიანები. რა არის ბოლოს და ბოლოს რა გააკეთეს ასეთი, რა არის მათი განსაკუთრებული დამსახურება. პირველი რამ მინდა გითხრათ, რომ ლიტერატურის თეორიის ლექცია არ მინდა დღეს, მე კი ვარ ფილოლოგი, მაგრამ ახლა ამ წუთას თქვენ წინაშე არ ვარ წარმოდგენილი როგორც ფილოლოგიური ანალიზის ჩამტარებელი ამ ადამიანების პოეზიისა. ჩემი ამოცანა არის დღეს როგორც მოქალაქემ გულითადად გითხრათ, რას ფიქრობთ ცისფერყანწელებზე, როგორც მოვლენაზე, როგორც სოციალურ და კულტურულ მოვლენაზე, რომელმაც გავლენა იქონია ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე. საქმე ის გახლავთ, რომ საქართველო მიდიოდა, როგორც უყვარს ხოლმე ამ ქვეყანას ჭაობის გზით. ძალიან ხშირად იყო ხოლმე ასე, დაჭაობებას იწვევს მოგეხსენება უხვი ტენიანობა და წყალი. ანუ, როდესაც ძალიან სერიოზულად საზოგადოება გაიყვანს არხებს და განავითარებს სოფლის მეურნეობას და სხვა, შემდეგ, როდესაც არ ეყოფა ამდენი კულტურა, იმ ადგილს აქცევს ჭაობა. ყველგან, სადაც ჭაობია, ოდესღაც იყო უმაღლესი კულტურა. ეს ახლა დღეს აღიარებული სოციალური და ისტორიული სიმართლეა, ამიტომ კოლხეთის ჭაობში იგულისხმება, რომ ძველი კოლხეთი უზარმაზარი კულტურა იყო, ხოლო ნილოსის დელტის ჭაობი გულისხმობს, რომ მანამდე ძალიან მაღალი ეგვიპტური კულტურა იყო. საერთოდ ჭაობი და ადამიანი სადაც ერთად, ეს არის ნიშანი ყოფილი და გადაგვარებული მაღალი კულტურისა. ქართულ საზოგადოებას ეს დაემართა მე-19 საუკუნის ფანტასტიკური აფეთქების შემდეგ, როდესაც საქართველოში ზედიზედ ერთმანეთს მიჰყვა რამდენიმე აბსოლუტურად გამორჩეული და გენიალური სახელი, დაწყებული ბარათაშვილით, გაგრძელებული ილიასა და აკაკის თაობით, გაგრძელებული ვაჟა-ფშაველათი, ამ ადამიანების წასვლის შემდეგ, ამ წყალუხვი, ასე ვთქვათ, ლიტერატურის და ამ შემთხვევაში წყალი ცუდს არაფერს ნიშნავს, პირიქით, ამათი წასვლის შემდეგ მივიღეთ ჭაობი, როდესაც პატარა რუები თავის სიტყვას ამბობდნენ და აი ამ ჭაობში დარჩება ემუქრებოდა ქართულ კულტურას. ამ დროს ჩნდებიან ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს ორგანიზაციულად მოუვარონ ამ საკითხს. დღესაც არის ხოლმე რაღაც არ მოგწონს, რამდენიმე კაცი შეიკრიბება და მოდი რაც ხავქნათ იტყვიან, როგორც ეს მერე შექმნიან პოლიტიკურ პარტიას და მერე ისე იგი მართლა რაც ხარს შვებიან, მოგეხსენებათ, პოლიტიკური კულტურა ჩვენი არ არის მაინდამაინც ძალიან მაღალი. თუ რამე მაღალი გვაქვს, ისევ ის ამბავია. ყველგან გვიჭირს, პოლიტიკაში ისევე გვიჭირს, როგორც განათლებაში ისევე გვიჭირს, როგორც საზოგადოებაში, თუ რამე კარგი დაგვრჩა, ისევ ისაა, რომ პოეტები კიდევ გვყავს. და ლიტერატურა საქართველოში კიდევ არსებობს, რაც აუხსნელი არის აბსოლუტურად მარქსისტულ-ლენინისტური მიდგომებით, იმიტომ რომ ყოფიერება თუ წარმოშვებს ცნობიერებას, ამ ყოფიერებამ ის ცნობიერება, როგორ წარმოშვა, არ ვიცი, არ მჯერა, ყოფიერება არ მოგწონს. აი მაშინ მდგომარეობა ასეთი იყო. ცუდი მდგომარეობის გამო შეიკრიბნენ ახალგაზრდა კაცები და თქვეს, მოდი უშველოთ ჩვენს ქვეყანას. ახალგაზრდა კაცები იყვნენ ტიციან ტაბიძე უპირველეს ყოვლისა, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი. შემდეგი დანარჩენები, როდის რომელს შოულობდნენ ეს სხვა ამბავია, უბრალოდ ამათ აღმოაჩნდათ ფანტასტიკური სიბრძნე, მიუხედავად იმისა, ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, მათ აღმოაჩნდათ სიბრძნე ორგანიზაციული
თქვენს რომ მოდი ეს საქმე გავაკეთოთ, მაგრამ ჩვენი ლიდერობა არ ვარგა. წარმოგიდგენიათ ერთ დღევანდელ საქართველოში ხალხი ლიდერობის გამო ძალიან სერიოზულად განიცდის და არის დიდი მისვლა-მოსვლა და მოძრაობა და სამი კაცი, სამივე პოეტი, ანუ სამივე ლიდერი, სამივე ფიქრობს საკუთარ თავზე რომ გენიოსია. აი ესენი აღიარებენ რომ მათ ჭირდებათ ლიდერი, რომელიც იქნება მათზე უფროსი, მათზე განათლებული, მათზე ავტორიტეტული. ხანდახან ამბობენ რომ ცისფერყანწელები იყვნენ სიმბოლისტები და ამაში აკავშირა ისინი ერთმანეთს, არ დაიჯეროთ ხალხო, საერთოდ სიმბოლიზმი რა არის. ზოგიერთი მათგანი ისე წავიდა ახალგაზრდა, ეგ ვერ გაარკვია ბოლომდე და აბსოლუტურად უნიშნულო იყო სიმბოლისტებს დაარქმევდნენ, დადაისტებს. თუ იმ სიტყვას, რომელსაც მე შემოგთავაზებ ძალიან გიოლად, ესენი მოდერნისტები იყვნენ უპირველეს ყოვლისა, თუმცა ამ იდეების გამო არ გაერთიანდნენ. ისინი გაერთიანდნენ იმის გამო, რომ ქვეყანას ძალიან უჭირდა, განსაკუთრებით უჭირდა მის კულტურას, განსაკუთრებით უჭირდა მის პოეზიას. საქართველოში პოეზიას არ უნდა გაუჭირდეს, ეს ასეთი ქვეყანაა, ეს ტრადიციული პოეტური ქვეყანაა. ესაა ქვეყანა, რომელსაც უაღრესი გასაჭირის დროს ყოლია დიდი პოეტები. ესაა ქვეყანა, რომელსაც ბოლოს ისეთ დროს ყავდა გურამიშვილი, როცა არაფერი არ უნდა გყოლოდა, როცა ჩვენი საუკეთესო და განათლებული მეფე ტაძრების აღდგენას რო აპირებდა, სულ ტაძრის გუმბათი ჩამოეშალა, იმიტომ რომ აღარ იცოდნენ გუმბათის გამაგრების ამბავიც კი. იმდენად შორს წავიდა ჩვენი გადაგვარების და ჩამორჩენის სახე. ეს იმ ეპოქაში ხდებოდა შვილები დედებს რო ცხენებზე ცვლიდნენ და არ მინდა ახლა გავიხსენო კიდე ჩვენი ძნელბედობის დროს რაები გვაქვს ჩადენილი, მაგ დროსაც კი ყავდა გენიოსი ავტორები. ამიტომ არ მიგვირს ეს მოცემულობა, რომ საქართველოში ყოველთვის იქნება პოეზია. არ ვიცი ეს რუსთავებმა დაგვაბედა, არ ვიცი ეს ჩვენ სენაში არის დავანებული, ვერ გეტყვით, არ მაქვს პასუხი, უბრალოდ ფაქტი არის, რომ პოეზიის ქვეყანაა. და ამ პოეზიის ქვეყანაში ახალგაზრდა პოეტებმა თქვეს, ჩვენ გვჭირდება უფროსი კაცი, რომელიც, იმიტომ კი არ ჭირდებოდათ ეს უფროსი კაცი, რომ დირექტორი უნდოდათ და იდეოლოგი ჭირდებოდათ. არა, უბრალოდ მათ იცოდნენ, რა საზოგადოებასთან გვაქვს საქმე და მათ უნდოდათ სერიოზული იერით წარდგენიდნენ საზოგადოების წინაშე. იმიტომ რომ ესენი იყვნენ პოეტები, ახალგაზრდები, რაც იმას ინიშნავს, რომ ესენი იყვნენ ხულიგნები და საჭირო იყო ისეთი რამის გაკეთება, რომ ეს ხულიგნობა მისაღები აღმოჩენილიყო ჩვენი საზოგადოებისთვის, რაც ძნელად წარმოსადგენია და ასეთი ფოკუსი მათ მოუხერხდათ. მათ იპოვეს ასეთი კაცი. ეს განსაკუთრებული ამბავია, იმიტომ რომ ჩვეულებრივ მოდის კაცი, ქმნის თავის სირბლივ ხალხს და ქმნის თავის მოძღვრებას. როგორც მოვიდა ქრისტე, გაჩნდნენ ისე იგი მისი მოსწავლეები და მერე ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მოხდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოიდგინეთ, რომ ჯერ იყვნენ მოსწავლეები და შემდეგ იყო მასწავლებელი. მათ გააღმერთეს მასწავლებელი, ძალიან მაღლა აწიეს და როდესაც ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც ვიღაცას აღმერთებს, საზოგადოებას ხვდება, რომ ალბათ რაღაცა არის, თორემ როდის მე არის, რომ პოეტები ვინმეზე ამბობდნენ, რომ მაგარია. ჩემზე მაგარიას ვინ ამბობს ახლა? თქვენ ხო იცით, რომ ამხანაგმა სტალინმა დაურეკა ბორის პასტერნაკს და კითხა, ერთი შეკითხვა დაუსვა. არის თუ არა ოსიპ მანდელშტამი გენიოსია? პასტერნაკს რომ ეთქვა, რომ ოსიპ მანდელშტამი გენიოსია, ის კაცი შეიძლება ცოცხალი დარჩენილიყო, მაგრამ სად შეეძლო დიდ პოეტს მეორე პოეტზე ეთქვა სიტყვა გენიოსი და პასტერნაკმა უთხრა, გენიოსი არ არის, მაგრამ კარგი პოეტია. ეს კარგი პოეტი ამხანაგმა სტალინმა დახვრიტა ლექსისთვის ტარაკანი, რომელშიც ამხანაგი სტალინი იგულისხმებოდა. მაგრამ მიაწერა, დააჟღერა და ყველგან თქვა, რომ მეო შეუთანხმეო ეს საკითხიო, ანუ მკითხეო მეო პასტერნაკსა და პასტერნაკმა ეს ვერ დამალა. ჩვენი თანამემამულე, როგორც ხედავთ, ძალიან ცბიერი და ჭკვიანი კაცი იყო, როდესაც ასეთი ბოროტების ჩადენას აპირებდა ხოლმე. შეიძლება ის არ აპატია, რომ მთელი რუსი პოეტები თავის აკვნად საქართველოს ასახელებენ,
ხოლო მანდელშტამი სომხეთს ასახელებდა. ვერ გეტყვით ახლა სტალინის ძალიან უცნაური პატრიოტიზმი ახასიათებდა ხანდახან მომენტებში. ის დრო არის, როდესაც სწორედ ეს მომენტი არიან სოციალ-დემოკრატები, არის ილია ჭავჭავაძე ახალი წასული, არის ძალიან სერიოზული პოეტური მემკვიდრეობა ვაჟა ფშაველასი, რომელსაც ვერავინ ვერ ხედავს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს მომენტი, რომ ვაჟა ფშაველა უკვე აღარ არსებობს, ყველას გონია მოკვდა და დამთავრდა და მოდიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, ჩვენ გვჭირდება მასწავლებელი და მასწავლებლის მასწავლებელი. კონსტრუქცია ეშენდა თეორიულად. ჩემი თუ არ გჯერათ, აი აგერ არის ტიციან ტაბიძის ნაშრომი, რომელიც იქვე დაიბეჭდა ცისფერ კანწებში, მას ჰქვია ცისფერი კანწებით, ხელსაწერს ტაბიძე, ეს ხელნაწერი, ეს ჟურნალი არსებობს მოგეხსენებათ ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ორივე ნომერი გადარჩენილია, მადლობა ღმერთს. და აქაც პრობლემა იყო, იმიტომ ვიღაცებმა აყალბეს და თემები იყო მაგასთან დაკავშირებით. მოკლედ რო ვთქვათ, საჭირო აღმოჩნდა მასწავლებელი და საჭირო აღმოჩნდა მიცვალებული მასწავლებელი. ანუ საჭირო იყო ლენინი და სტალინი. ამ მოძღვრებისთვის, რომელსაც ერქვა ცისფერყანწელობა, ქართული სიმბოლიზმი, ცისფერი ფერი და სხვა, ამაზე ფერებზე მე მოგახსენებთ. და ეს კაცი იპოვეს. ამ კაცს ჰქვია გრიგორ რობაქიძე, ის იყო უფროსი, ის იყო ერთადერთი მათ შორის, რომელსაც ჰქონდა ლაიფციგის უნივერსიტეტის დოქტორობა, რომელიც იყო განათლებული, რომელიც წვერს დღეში ორჯერ იპარსავდა, რომელიც თვრალი არავის არასოდეს უნახავს, მიუხედავად იმისა, რომ სვამდა, რომელიც იყო დახვეწილი, ჩაცმულ-დახურული, დენდი, მოკლედ ამ ჩამორჩენილ საცოდავ ქვეყანაში ის იყო ევროპელი. ოღონდ ის იყო ნამდვილი ევროპელი. ვინ შეხედავდა იმ წელს მიხვდა, მთელი ცხოვრება ისე იცხოვრა, რომ ყველა ხვდებოდით, რომ ევროპელი იყო თავისი ღირსებით, ნაკლით, ყველაფრით. გულში ძალიანაც გულანტებული პატრიოტი იყო გრიგორ რობაქიძე, მაგრამ ის იყო კაცი, რომელსაც ეკუთვნოდა სახელი და არ ჰქონდა ეს სახელი. ვაღიაროთ ახლა ერთმანეთშიც თქვათ და ასე შემდეგ, რომ არა გერმანია, რომ არა ემიგრაცია, რომ არა რომენ როლანისა და კიდევ უამრავი ვინმე სიტყვები, ჩვენ ასეთი ავტორი არ გვეწოდებოდა. საქართველოს იგი არ მოსწონდა, არ მოსწონს, თუ არ ჩავთვლით ერთ-ორ კაცს, ვინც ამბობს, რომ მაგარია, ძირითადში იგი არ მონაწილეობს ჩვენს კულტურაში დღემდე. გვერდის პერანგი არ მიიჩნევა და არასოდეს არ სახელდება ყველაზე მთავარ ქართულ ძეგლებში, ბევრი მიზეზის გამო. მე ახლა ამას არ გამოვეკიდები, რატომ იყო ის ჩვენთვის მიუღებელი, მე მგონი ძალიანაც კარგად მესმის, რომ მიუღებელი, ზუსტად ისეა მიუღებელი, როგორც ყველაფერი, რაც ღრმად და საფუძვლიანად არის ევროპასთან დაკავშირებული. მაგრამ ამავე დროს იქ ევროპაშიც გაუჩნდა მას მოგეხსენებათ პრობლემები, მის არქივი კინაღამ განადგურდა, იგი ძლივს იქნა გადარჩენილი და კიდე კარგი რომ მოვიდეთ ხელი და გადავასვენეთ საფრანგეთში, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით შვეიცარიის მთავრობა რას უზამდა კაცს, რომელსაც ბრალი ედება ფაშისტთან თანამშრომლობაში. ეს კაცი ამ იდეებით, ღრმად ეროვნული იდეებით, რომელიც მომავალში რაღაცნაირად ასონირდება ევროპულ ფაშისტურ ან ნაცისტურ მოძრაობასთან, აი ეს კაცი იყო ამ ორდენისთვის სასწავლელი ლიდერი. ხოლო იმისთვის, რომ ეს ორდენი ვინმეს არ წარმოედგინა როგორც ხელოვნური წარმონაქმნი, საჭირო იყო თეორიულად მოძებნილიყო მისი საფუძველი, ხალხური, ქართული საფუძველი. წარმოიდგინეთ, ხალხი უნდა მოვიდეს, უნდა გარდაქმნას მთელი ქართული ლიტერატურა, ყველაფერი უნდა გაასწოროს და შეცვალოს. მოკლედ ირონიონ ნევდოშვილის მერე გალაქტიონი უნდა გააჩინოს, ანუ ის ფოკუსი ჩაატაროს, რომელიც არ ტარდება ხოლმე და ჭირდება დაფუძნება, ამას ჭირდება მტკიცება, რომ ეს ქართულია, რომ ეს არ არის
უცხოეთის ხრიკები და რომ ეს არ არის ჯაშუშობა, რაშიც მე მომავალში ბრალი დაედებათ. ასეთი კაციც იპოვეს და ასეთ კაცად გამოაცხადეს ვაჟა-ფშაველა. ეხლა თეორიაში დღეს შეიძლება ვინმე თქვას, რომ ვაჟა-ფშაველამ დაწერა, გრიგოლ რობაქიძეს მოეწონა, შეკრიბა ახალგაზრდები და შექმნეს ასე ვთქვათ მიმართულება. მაგრამ ყველაფერი იყო უკუღმა ისტორიულად. ჯერ იყვნენ ახალგაზრდები, მერე მოძებნეს გრიგოლ რობაქიძე და მერე მოიფიქრეს, რომ მათი ლიდერი იქნება ვაჟა-ფშაველა. მე არ ვარ დარწმუნებული ვაჟა-ფშაველა რა სიტყოდა ამ ხალხზე, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს, როგორ შეაქო ვაჟა-ფშაველამ ერთ-ერთი მომავალი ცისფერყანწელი. რასაც ის კაცი სიცოცხლის ბოლომდე ამტკიცებდა, სხვა შორის იყენებდა იმის არგუმენტადაც, რომ იგი უფრო დიდი პოეტია, ვიდრე გალაკტიონი, იმიტომ რომ გალაკტიონი არ შეუმჩნევია ვაჟა-ფშაველას და გიორგი ლეონიძე შეამჩნია ვაჟა-ფშაველამ. ლექსიც მიუძღვნა და დაინახა კიდეც. რა ეპოქა სამი დიდი სახელი არსებობს აი ამ ხალხის გარდა მე რო გითხარით. სამი დიდი სახელი, სამი ახალგაზრდა დაობს პირველი პოეტობისთვის. არ ვიცი ახლა დღევანდელ დღეს ვის შევადარო, შემიძლია რა თქვა დავასახელო ახალგაზრდები ახლა. ლიანი კოკელი, ლევანიშვილი, შამუგია, ესენი რო დაობდნენ ახლა ვინ არის ყველაზე მაგარი. ესენი იყვნენ. ესე იგი დღეს რა თქმა უნდა ბევრს გაუკვირდება, რომ ასე იდგა საკითხი, მაგრამ ეს ნამდვილად ასე იყო შანშიაშვილი, რომელიც პირველ ნომრად გადიოდა. იყო გალაკტიონი, რომელიც ძალიან უცნაური კაცი იყო, მოიხსენებათ კი იყო მაღალი, ლამაზი, მაგრამ ნამეტანი მორცხვი იყო ამ ხელა კაცისთვის და საერთოდ უკარება იყო და საერთოდ არ იყო მოკლედ ამ ქვეყნის კაცი არ იყო მოიხსენებათ, ვერანაირ ორდენში მას ვერ შეიყვანდნენ და ვერ შეიყვანეს, თუმცა მცდელობა იყო. და იყო გრიშაშვილი. მე შესწრებული ვარ ჯერ კიდევ მე კამაც იმაზე, ვინ ჯობია გრიშაშვილი თუ გალაკტიონი, მაგრამ მერე და მერე ისტორია ისე იგი ძალიან დასცინა თვითონ ამ კამას და მოკამათეებს. ბევრი რამ გაირკვა. მაგრამ ეს პერიოდია, როდესაც სამეული ტიციან დაბიძე, პავლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი მსჯელობს, იპოვეს გრიგოლ რობაქიძე 15 წლის განმავლობაში, 1915 წლის განმავლობაში ეს ყველაფერი მოხდა და 1916 წელს უკვე გამოიცა პირველი ნომერი ცისფერი კანწების. მოდი ვთქვათ, ცისფერი კანწები რა არის? იმიტომ რომ ძალიან ხშირად ფიქრობენ, რომ ცისფერი არის სწორედ ის ფერი, რომელიც არის ასე ვთქვათ სიმბოლიზმის ფერი და სხვა. ჯერ სიმართლე ვთქვათ, როგორ ესმოდათ ჩვენს ავტორებს სიმბოლიზმი. ისინი ქმნიდნენ თავის თავს ფრანგი სიმბოლისტების მემკვიდრეებად, ხოლო ფრანგ სიმბოლისტებში ასახელებდნენ ადამიანებს, რომლებიც სიმბოლისტები არ ყოფილან. ანუ ცოტა გადახვევას ჰქონდა ადგილი საფრანგეთში ეგრეთ წოდებული ლეპოემოდი, ანუ დაწყევლილი პოეტები, ვერლენი, რემბო, მალარმე და ასე შემდეგ ჩვენებს მიაჩნდათ სიმბოლისტებად რუსული ლიტერატურული აზრის გავლენით. რუსეთში მოხდა ასეთი რამ და ახლა შეიძლება შემომელანძღოს ერთ-ერთი ქართველი მეცნიერი, ამიტომ გვარს არ დავასახელებ. იმიტომ რომ ყველას ნათესავები ყავს და თან რა ნათესავები ყავს. მე უკვე ჭკუა ვისწავლე ერთ-ორჯერ ასეთი რამ წამოვხსნი. გვარის დასახელების გარეშე შეიძლება მე პატივს. უყურეთ, რუსეთში ისე იგი მაქსიმ გორკიმ დასცინა არტურ რემბოს. ჩვეულებრივი ამბავია. სიმბოლიზმის კრიტიკა მიდის და არტურ რემბოს დასცინა. არტურ რემბოს აქვს ლექსი, რომელსაც ქვია ლევოიელ, ანუ თანხმოვნები. რომელშიც ნათქვამია, რომ არის შავი, ი არის წითელი, ე არის თეთრი და ასე შემდეგ. ყველა დიდი უცნაურობაა, რომ ქართულში ზუსტად ისეა, როგორც ფრანგი ამბობს, რომ არის შ ავი, ე არის თ ეთრი, ი არის წ ითელი, უ არის მწუ ანე და ასე შემდეგ. ძალიან ემთხვევა, ასე ვთქვათ, ქართული. და პოეტმა თქვა, რომ ეს ასეა და რაღაცა განავითარა.
გორკიმ ამას ჭყალებში უწოდა სვიტნოის სანიად და გაანადგურა, რომ შეიძლება იყოს შავი, რომ რა ცუდი ამბავი შემოთქვა, მაგრამ შეიძლება სულაც არ იყოს, რა კარგია რომ დაგინახე. ეს რაც მე გითხარით, ხუმრობა არ არის, ეს არის ქართველი აკადემიკოსის შრომიდან, რომელმაც გორკის დაუჯერა და მიაწერა გორკილე იმას რემბოს ფერადი სონეტის ავტორობა, ანუ გამოავლინა სტული უვიცობა, პირველ და მეორე შემთხვევა არ არის, ეს ის კაცია პლაგიატში რო ამხილეს და მამხილებელი რო დააყრედინა და მერე რო მინისტრი იყო და ასე შემდეგ. კაი კაცი იყო, დიდი კაცი. ამას იმიტომ რომელიც ებრძოდა რა თქმა უნდა ამ ჩვენს ცისფერყანწელებსაც. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ბოდლერის, რემბოს და ვერლენის, მალარმეს შთამომავლობა ქართველებს ჭირდებოდათ იმისთვის, რომ თანამედროვე საქართველოში შეექმნათ თანამედროვე ლიტერატურა. და ისინი სიმბოლისტები ეკონათ, თვითონაც თავის სიმბოლისტებს ეძახდნენ, მაგრამ არაფერ შუაში აქ ეს არ იყო. მთავარი რაც მას ჰქონდათ, ეს იყო განახლება თანამედროვე ლიტერატურის შექმნის სურვილი, ამიტომ პატიოსანი ტერმინი მათთვის იქნებოდა მოდერნისტები და ეს არის ქართული მოდერნიზმი. სადაც ახლა ვართ, ის გახლავთ ქართული პოსტმოდერნიზმი, უბრალოდ ჩვენ ხალხი, რომელსაც მოდერნიზმიც კი არ შეეხო და დღესაც ისე წერენ, ვითომ ილია ჭავჭავაძის მერე დრო არ გასულა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს სხვა ამბავი არ იგეთ ხალხი ახლა. პროზაშიც ყავს და პოეზიაშიც. მაგას ვერ დაუშვი ადამიანს, მათ რიგებში შეიძლება გენიოსებიც აღმოჩნდნენ, ასე რომ არ არის აუცილებელი, რომ ყველა ისე იქცეოდეს, როგორც დრო მოითხოვს. პირველი თეზისი, რომელიც მე მინდა გითხრათ, გახლავთ ის, რომ ეს იყო არა პოეტური აღმაფრენის, არამედ აბსოლუტურად ცივი გონებით დაწონილი აქტი საქართველოში პოეზიის გარდაქმნის საჭიროებისა. ცივი გონებითაა გაკეთებული და საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმატება აქვს სწორედ იმის გამო, რომ სწორად იყო დაგეგმილი. განაწილეს როლები, ახლა ნახეთ როლების განაწილება. უპირველეს ყოვლისა, თავარი როლი, იდეოლოგიის როლი მიანიჭეს ტიციან ტაბიძეს. ტაბიძე იყო ბოლოს და ბოლოს და გასაგებია, რომ იდეოლოგიის საკითხებში ალბათ კარგად გაერკვეოდა. მაგრამ პირველი სიტყვის უფლება და ჟურნალის რედაქტორობის უფლება მისცეს პაოლო იაშვილს, რომელმაც რა თქმა უნდა გახსნა ეს ჟურნალი თავისი წერილით, რომელშიც თქვა, რომ საქართველო უნდა ძრწოდეს, ყველა ვისაც არ უყვარს ლიტერატურა და ხელოვნება უნდა ძრწოდეს, იმიტომ კვლელები მოვიდნენ და ახლობით ეგეთი პათოსით არის დაწერილი, თუმცა საკმაოდ კარგად არის გამოკვეთილი რა ხალხი აპირებს მოსვლას. მანვე თავის ჟურნალში გამოაქვეყნა, პირველ ნომერში გამოაქვეყნა ძალიან ცნობილი თავისი ლექსი, რომელიც იწყება ასე: პაოლო იაშვილს მომეწყინა ყვითელი დანტე. შექსპირს ვაქებდი, მაგრამ შექსპირს უარი, რა ვქნა თუ ჩემთვის ბეთჰოვენი მხოლოდ ყლუარი და ასე შემდეგ. მოკლედ ერთ პატარა ლექსში, რომელიც ორი გატრენისგან შედგება, სოფლიოს სამი დიდება იქნა ჩამოგდებული პიედესტალიდან. ეს არ არის სიმბოლიზმი. ამას სიმბოლისტები არცად არ აკეთებენ. ამას სულ სხვა მიმართულება აკეთებს ხოლმე. მაგ მიმართულებას ერქვა ფუტურიზმი და იყო მარინეტი მისი ხელმძღვანელი. ამიტომ გეუბნებით, რომ მე არ ვარ მომხრე ესეთი დავიწყებების, რომ ქართველი სიმბოლისტები არიან და კიდევ სადღაც იყვნენ ქართველი ისინი და ქართველი ესენი. ესენი უპირველეს ყოვლისა, როგორც გითხარით, იყვნენ მოდერნისტები და აბსოლუტურად არ ჰქონდათ ერთმანეთთან პროგრამები შეთანხმებული. ეს რომ ამას ამბობს, რომ მოეწყინა დანტე, რომ შექსპირი არ ვარგა, რომ ბეთჰოვენი ყრუ არა, თქმა უნდა, რომ კი იყო ყრუ, მაგრამ არ შეუშლია მას ხელი მეცხრე სიმფონიის დასაწერად, თუმცა შესრულების დროს ცოტა ააცილა იცით თქვენ, ისე იგი დარბაზისკენ ზურგით რო იდგა, ხელებს კიდე იქნებდა, როცა ტაშის ხმა გაისმა. და ტაში ესმოდა, იმიტომ რომ ეს
გუგუნის ხმა ესმით ხოლმე, რიტმი ესმით ხოლმე და დაიბნა ძალიან, ეგონა რომ ჯერ არ იყო დამთავრებული. უბრალოდ ორკესტრი მის გარეშე უკრავდა. ასეთი რამ ნამდვილად ხდებოდა ყრუ ადამიანების ცხოვრებაში. რისი თქმა უნდა პავლო იაშვილს. მანიფესტით მან თქვა, რომ ჩვენ ვებრძვით სიძველეს, დახავსებულ რამებს, ჩვენ შემოგვაქვს სიახლე და იმისთვის, რომ დაემშვიდებინა ქართველი ხალხი, არ იტყოდა, რომ აკაკის ვებრძვითო და ილიას ვებრძვითო, ახლა ამის თქმა არ შეიძლებოდა, მე მგონი ყველას ძალიან კარგად გვესმის, რა არ შეიძლებოდა, ამ მემკვიდრეობას ებრძოდნენ, რაც მართალია, იმიტომ რომ ამ ტონალობამ წალეკა საქართველოს და წაშალა ქართული კულტურა, ამ უბრალოება, ამ უამრავმა სიმღერამ, ისეთმა სიმღერებმა, როგორც ნახევარი ცხოვრებისა გავლიე და ასე შემდეგ. ანუ აკაკის ყველა ლექსზე სიმღერა დაიწერა, საქართველოში ყველგან მღერიან და მე მიდის ხოლმე გაგრძელებები. და ვერ იტყვიან, რომ ამას ვებრძვით, მაგრამ იმისთვის, რომ ითქვას, რომ ძალიან მაგრები ვართ და ძველს ყველაფერს ვსპობთ, ითქვა მთავარი სიტყვა, რომ ჩვენები რაშვაშები, ჩვენ დანტეც არ მოგწონს, შექსპირი არ მოგწონს, ბეთჰოვენი არ მოგწონს და ახლა სხვა რამეებს რა მოგვაწონებს. სრულ უნისონშია იმასთან, რასაც იტყვიან მე ქართველი ფუტურისტები, მაგალითად ალიო მირცხულავა მაშაშვილი გადაულის და გადმოულის ნიკოლოზ ბარათაშვილს. პროგრამები არ არის შეთანხმებული, მეთქი რომ გეუბნებით იმის თქმა მინდა, რომ სანამ ესენი ბარათაშვილებზე და ასე ვთქვათ დიდ ადამიანებზე გადაივლით გამოვიდნენ, ვალერიან გაფრინდაშვილმა ჩუმად თარგმნა მთელი ბარათაშვილის პოეზია და გამოსცა რუსეთში 1923 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია, რაც ალბათ იმას ნიშნავდა, რომ მოწონდა და არა იმას, რომ მოეწყინა ვითელ დანტესავით. ანუ იმის თქმა მინდა, რომ თანმიმდევრულობა ამ საქმიანობაში არ იყო. ეს კი არ იყო რაღაცა სამეცნიერო ჯგუფი, რომელსაც შეთანხმებული აქვს კრიტერიუმები. ეს არ იყო პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ერთ ენაზე ლაპარაკობს. მაგის მოწმე მე ვარ. რაღაცა მოხდებოდა და ერთ-ერთი დიდი ოპოზიციური ჯგუფი დაიწყებდა რუსი ოლიგარქი, ერთი იტყოდა და მეორე იტყოდა რუსი ოლიგარქი, მესამე რუსი ოლიგარქი, რუსი და ყველა მე ესე იგი და შემდეგ. ანუ ერთი პირი არის 500 კაცს, 1000 კაცს. ამათ არა, ესენ პოეტები არიან. ამათ ერთი პირი არის, ერთსა და იმავე ჟურნალში არის სხვადასხვა კონცეფციები. მაგრამ თავარია, რომ ყველა კონცეფცია ახალია, მოდერნისტულია და ყველას აქვს არსებობის უფლება. დიახ, შეუძლია პავლო იაშვილმა თქვას, რომ მას მოეწყინა ყვითელი დანტე. რა ენაზე მოეწყინა, არ ვიცი. იმიტომ იმ მომენტისთვის ვერც ერთი ენის ცოდნას ვერ დასტურებს, სადაც დანტეს წაიკითხავდა. ხოლო ქართულად დანტე არ ჰქონდა. არ ვიცი რას ამბობს, იმიტომ რომ რუსულად არ არის დანტე ამ მომენტში. და აი კაცი იყო ფრანგული იცოდა, მაგრამ დანტე ფრანგული არ ჰქონდა წაკითხვა, ეს ნამდვილად ვიცით. სხვა ამბავია. ხო ხდებით არა, დანტეს რო ამბობდა, დანტეს არ გულისხმობდა. დანტეს რო ამბობდა, სხვა რამეს გულისხმობდა. და ეს სხვა რამე სწრაფად იქნა შემჩნევა, ჩვენ საზოგადოება არ დაიბნა. იმ წუთას თქვენს ახლა რასაც იტყოდნენ, რა სწოროსელები, ლიბერალისტები, რა ვიცი, რა სიტყვებითაც შეიძლება გინება, ყველა სიტყვით აგინეს. მაგრამ ყველა გინება მიიღო და ყველას პასუხი გასცა გრიგორ რობაქიძემ. აი ამაში მდგომარეობდა მათი სპიერება. ისინი ბედავდნენ, მერე ვიღაცა რო ხმას ამოიღებდა, სოფლიო დონის ექსპერტი და ნამდვილად ასეთი დონე, მე მგონი არავის არ გვეპარება ეჭვი, რომ აპლომბი შეიძლება კონსტანტინე განსაკუთრებას უფრო მეტი ჰქონდა, მაგრამ დონე განსავლულობისა და ევროპულისა არ დაეწუნებოდა გრიგორ რობაქიძეს და მან ყველას გასცა სათანადო პასუხი. ასე რომ ნომრიდან ნომრამდე ესენი გადარჩნენ და მეორე ნომერიც გამოვიდა. როგორც კი ადარებთ ორ ნომერს ერთმანეთს, იმწოდას ხვდებით, რომ მეორე ნომერს გამოაკლოთ პირველი ნომერი არის მხოლოდ ერთი დანაკლისი. ოღონდ ეს ფატალური დიდი დანაკლისია. ვერ ჩაედია ამ მოძრაობაში გალაქტიონი,
იმიტომ რომ როგორც ერთ შესანიშნავ პიესაში იხუმრა ბულგაკოვმა, Россия не вмешается в шляпу. ვერ ჩაეტია, იმიტომ რომ კრებები იყო ხოლმე. რაღაცები იყო ხოლმე და არ შეუძლო, იმ კაცს არ შეეძლო. ხანდახან ხო ამბობენ Facebook-ში რომ თბილისი იყო ურთიერთო, გალაქტიონი იყო ანტიურთიერთო, გალაქტიონი იყო მარტოობა. მისსავე ბიძაშვილმა 1916 წელს უწოდა მარტოობის ორდენის კავალერი და გასაგებია რომ გალაქტიონი აქვერეთ, მაგრამ ცისფერი ყანწების პირველსავე ნომერში დაბეჭდილია გალაქტიონის 2 ლექსი და ლექსსაც ხომ გააჩნია ხალხო. დაბეჭდილი არის მე და ღამე. მე მგონი ხვდებით რა მნიშვნელობის ლექსია, დაბეჭდილი არის ეფემე და ლურჯაცხენები. წარმოუდგენელი განსხვავება არის სხვა მასალასთან. აი წარმოუდგენელია, რა თქმა უნდა, ისინი ამას ვერ ეჯიბრებიან და შეიძლება სწორედ ამიტომ ჰომოგენური არ იყო ეს ჟურნალი. ყველა მასალა ერთმანეთს გავდა, ძალიან კარგია, ძალიან თანამედროვეა. წინვალე პოეტები არიან, უბრალოდ ეს აშკარად გამორჩეული იყო და მეორე ნომერში ეს გამოსწორდა. გალაქტიონი აღარ არის. სამაგიეროდ იქ კაი ხალხი იყო, კარგი ხალხი იყო, იმიტომ რომ გარდა ამ დიდი სახელებისა, რობაქიძე, პავლო იაშვილი, ტიციან დაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, გიორგი ლეონიძე, აქ არის სანდრო ცირეკიძე, კაცი, რომლის ახალგაზრდობაში სიკვდილს დღემდე უნდა მივსტიროდეთ ჩვენ, იმიტომ რომ წარმოუდგენელი ფანტაზიისა და ნიჭიერებისა იყო, უბრალოდ არ დასალდა არაფერი, ძალიან ახალგაზრდა მოხდა. აქ იყო ალი არსენიშვილი, ეს რა კაცია, გეტყვით, ეს ის კაცია, რომელმაც მატრასი შეიტანა ანჩის ხატში, გამაგრდა იქ და ბოლშევიკებს არ მისცა საშუალება, რომ ეს ეკლესია დაეცვათ და დღესაც გვაქვს ანჩის ხატი, მართალია ალი არსენიშვილის გმირობა არავის არ ახსოვს და ყველას ახსოვს ის უცნაური და უკბილო და უსინდისო ხუმრობა, როდესაც ამბობენ რომ შეხვდა ვიღაცას და უთხრა რომ ალი არსენიშვილი მოკდაო და კარგი უქნიაო თქვა. ეს არის ცნობილი ერთ-ერთი ძალიან ჰუმანური ქართველი წერილი შემოქმედებინა. სამწუხაროდ დიდი ამბები ხდებოდა. ამათ შორის იყო ნიკოლო მიწიშვილიც. ერთი რამ მინდა გითხრათ. ჩვენ დაწმინდაზე რო ავდივართ, იქ ხდება წინა ხელისუფლების მიერ გაკეთებული კენოტაფი, ცარიელი საფლავი. მართალია ჩვენ ვერასოდეს ვერ ვეცით რუსთავის იმდენი პატივი რომ ერთი ცარიელი საფლავი მაინც გავუკეთოთ, მაგრამ აი უსინდისოდ დახრეტილი და გამქრალი მწერლებისა და პოეტების ცარიელი საფლავი გავაკეთეთ. მაგრამ იმის მიხედვით რომ შთამომავალი როგორ იქცეოდა, ხალხი შედიოდა და გამოდიოდა ამათი სიიდან. ნიკოლო მიწიშვილი, ილამაზ მიწიშვილის პოზიციის გამო ამოგდებული იქნა სიიდან. ახლა მინდა გითხრათ, რა კაცი არ არის იქ ნახსენები. კომუნისტების შემოსვლა და გამარჯვება 1921 წელს ჯერჯერობით გენიალურად აისახა მხოლოდ ერთ ნაწარმოებში. აი ამხელა ხალხი ვართ, ამოდენა ლიტერატურა გვაქვს, ამხელა მთავრობა გაგვექცა, იმხელა მთავრობა შემოგვივარდა, ამოდენა ამბები ხდებოდა ჩემშობლიურ ქალაქ ბათუმში და სერიოზულად არც ერთ ნაწარმოებში ეს არ აისახა. ეს ამხელა მოუნება, ისე როგორც ზვიად გამსახურდიაზე არაფერი არ არის სერიოზული და ძალიან უცნაურია, იმიტომ ამოდენა ამბები რო ხდება, ხალხი ეძებს აგერ თვითნავის გადაცებას და იმაზე იწერება და იღება ფილმები და სხვა, გასაგებია რომ მოვლენები კიდევ მწერლობა ეძებს ამას. აგერ თვალწინარი შევარდნაძემაც კი უთხრა კინოს ხალხს, რომ აგერ გამსახურდიაზე ამბავი გადაიგეთ. არა, გასაგებია რა კონიუნქტურა ეშინია. ეშინიან იმას არ მოეწონება, ამას მოეწონება და სხვა. ამიტომ ჩავარდა ეგეთი რამები ხელში ცოტა სხვანაირი ესთეტიკის ადამიანის. მაგრამ ისიც კი ალბათ მოსაწონი არის და მისასალმებელია, რომ ვიღაცა თანამედროვეობაში ეხო რაღაცას მაინც იღებენ და რაღაცას მაინც წერენ. ერთადერთი ნაწარმოები, რომელსაც ქვია თებერვალი, რომელიც არის, აი როგორ გითხრათ, ესე იგი, ეს არის ნიკოლო მიწიშვილი. ეს არის ნაწარმოები, რომელშიც ტრაგიკული, დრამატული და წარმოუდგენლად მაღალი მხატვრული ფორმით და
დაუჯერებლად თანამედროვედ გეგონება რომ დღესს პოსტმოდერნისტი ავტორის ერთი-ორი დიალექტური ფორმა და სხვა შეიძლება იყოს ცოტა უცნაური დღევანდელი მკითხველისთვის, მაგრამ დანარჩენი განწყობები, გავთავებელი კრებები, ხალხის ლაპარაკი და მსჯელობა თავრობაზე. ორი კაცი რო ერთმანეთს ხვდება და ეუბნება რა შვები მიდიხარ თუ რჩები და ორივე ერთმანეთს რო ეუბნება რჩები და მე თითოეულის ფიქრები რომ შენ თუ გინდა დარჩი მე აგერ პასპორტი უცხოური უკვე ჯიბეში მიდევს და მეორე ფიქრობს რომ შენ დარჩი და მე ახლა ვეწავალ და ავიღებ პასპორტს. ეს საშინელი ნაწარმოები რომლის მერე გაირკვევა რომ ხალხს რო იმედი აქვს ერთმანეთის და მთავრობის და სხვა და მთავრობა გაიქცევა. საერთოდ ეს ყველანაირი სიმპათია გაქცეულების მიმართ ისტორიულად სამართლიანი არ არის. მთავრობა არ უნდა გარკვეულდეს. და აბა რას ვერ მოკვდება, უნდა მოკვდეს, აბა არ უნდა მოკვდეს ხალხი. უნდა მომკვდარი მთავრობა არ უნდა გაქცეულიყო. ეს განწყობა გამომდინარეობს ამ უწყინვალესი ნაწარმოები. თუ ვინმეს არ წაიკითხავთ, მეც სიტყვადი 5 წუთი უნდა მაგის წაიკითხოს. 5 წუთში აბსოლუტურად ყველაფერს გაიგებთ, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა. მარტო იმიტომ კი არ მოხდა ბოლშევიკების შემოსვლა და მენშევიკების გაქცევა, რომ ესენი ბევრი იყვნენ და იქ რუსეთი იყო და არა, კიდე ერთი მომენტი იყო. არ ქონდათ საფუძველი. ეს ხალხი, ვიღაცა საკვეთურს ეთქვის ამის მერე ბაურიაშვილს, რომ დახვდა წითელ არმიას თბილისში, იმას უბრალოდ როგორც პოეტს ეშინოდა, რომ ხალხი არ დაეხოცა და ყანწებით დახვდა, ხო, იყო ასეთი ამბავი. მე შეგვიძლია ახლა ესიც გავკითხოთ, მაგრამ გავიხსენოთ მისი ცხოვრება, მისი ბოლო ნაბიჯები და შევიკავოთ ალბათ თავს, ისე როგორც ნიკოლო მიწიშვილს. ვიცით რაც ეწია. მან ნამდვილად ვიცით როგორ შეაკლა თავი. ფერია საფრთხეზელო არ დალია, მეტი არაფერი არ დაუშევებიან ასაკუთრებული. ტიციან დავიძემ თქვა, ანცი გინდათო და მინდო გადაასხადა კანცი დადო, იმიტომ რომ დადგიო მაშინო კანცი უფრო ქართველების ამბავი ხოიცდა. კანც ხვინიან ყარც ვერ დადო. და მივადექით ამ მათ თავარ ტერმინს. რატო კანცები და რატო ცისფერი? გალაპიონს უკვე დაწერილი აქვს, აქ მრავალია ცისფერი, ფერი, ესფერი, მარაკვალს ეფარება, როგორც ხალხური სახელი, მერი არის ცისფერი და დარჩენდა. ეს დაწერილია. მერი უკვე ვიცით, რომ სიმბოლისტებისა опять в этой двери оставила коня, დარჩენდა ეს უკვე ლოგის. მერი სხვა დიდი პოეზიიდან და გასაგებია. ყველაფერი ეს ცისფერი იყო გასაგები ერთი შეხედვით, ანწები თითქოს იყო ძალიან ქართული, ხოლო ცისფერი იყო ძალიან ევროპული, დღესაც მოგეხსენებათ ევროკავშირის დროშას რო შეხედავთ, მიხვდებით რომელი ფერის გატონალობაზე არის ევროპა აწყობილი და დემოკრატია რო დამარცხდა ამერიკაში, იცით თქვენ, ვისაც გონია რომ დამარცხდა, იცით რომელმა ფერმა გაიმარჯვა. აქ მრავალია წითელი ფერი, მაგრამ გაიმარჯვა ახლა იქ. ერთი სიტყვით პირველი ახსნა იყო, რომ ეს არის ქართულ-ევროპული ერთიანობა. იმიტომ რომ იქვე ტიციან ტაბიძე გეტყვით თეორიულ ნაშრომში, რომ მეო ხაფიზის ვარდები უნდა ჩავდო სული პრუდომის ვაზაში. სული პრუდომი პირველი ნობელიატი ავტორი, ფრანგი პოეტი, რომელიც ძალიან ჩვენ გვახსოვს ქართველებს და შეიძლება საფრანგეთში ლიტერატურის ისტორიკოსებს ახსოვდეთ, ნობელის პრემიასაც შეიძლება ახსოვს მაინც პირველი არის, მაგრამ ისე ძირითადში დავიწყებულია. სული პრუდომი ითვლებოდა ევროპეიზმის მთავარ ავტორად, იმიტომ მისცეს პირველი ნობელის პრემია. ეს ლექსი, რომელზეც ლაპარაკობს ტიციანი, ლავაზ არის ლავაზ ბრიზე, ანუ გაბზარული, გატეხილი და ხელი არახლო გაბზარულია დაახლოებით ეგრეთე, როგორც გული, ისე ძალიან საინტერესო კარგი ლექსია. აი ამ გაბზარულ გულში, ამ გაბზარულ ევროპაში უნდა ჩაიდოს ხაფიზის ვარდი, ანუ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეხვედრა, ევროპისა და საქართველოს შეხვედრა თითქოს არის ცისფერი ყანწების იდეა. სინამდვილე კი სხვადასხვა.
სინამდვილე გახლავთ სხვა, რომ ტერმინი რა თქმა უნდა ეკუთვნის გრიგორ ობაქიძეს. გრიგორ ობაქიძე იყო პირველი ქართველი მწერალი, რომელმაც მართლა კარგად იცოდა ლიტერატურის საფუძვლები. ამის მომზადებული კადრი იყო მოიხსენება. და მან კარგად იცოდა ლიტერატურა, დღევანდელი ლიტერატურა ვისგან იწყება, რომელი ფილოსოფოსი არის მამა თანამედროვე ლიტერატურისა, რომელმა თქვა, რომ ძველი ყველაფერი მოკვდა, ღმერთი მოკვდა და ახლა ახალი ზე ადამიანი იბადება. ნიჩიანელი იყო, ძალიან კარგად იცნობდა ნიჩეს და სრულიად გასაგებია ცისფერი ყამწები საიდან მოუვიდა თავში. ნიჩემ თქვა წიგნში, რომელსაც ქვია ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან. ეს არის ყველაზე გენიალური წიგნი, რომელიც კი ოდესმე კლასიკურ ფილოლოგიაში დაწერა, იმიტომ კლასიკურ ფილოლოგიაში ძირითადად წიგნები იწერება ასე: ევრიპიდეს, ელექტრას, მესამე სტრიქონის მეოთხე სიტყვის განმარტებისთვის 80 გვერდი, ან 300 გვერდიანი დისერტაცია ალკესტისის თანამედროვე გააზრებები და სხვა. ძირითადად ასეთები იწერება ხოლმე, ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომებია, მაგრამ არსებობს გენიალური ნაშრომი ამ დარგში. კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი იყო ნიჩე და იგი ახალგაზრდა 23 წლის ასაკში გახდა ბაზელის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგე. როდესაც მე 23 წლის ასაკში სოხუმის უნივერსიტეტის უცხოენათა კათედრის გამგის მოადგილე გავხდი კლასიკური ფილოლოგიის განხრით, სულ ეს მithქობდა გულს, რომ მართალია სოხუმი ბაზელი არ არის და მე ნიჩე არ ვარ, მაგრამ კათედრა ძალიან მომწონდა ეგ ამბავი, იმიტომ რომ ბავშვობიდან არ ვერ დავმალავ გრიგორ ობაქიძესავით, რაღაც განსაკუთრებული პატივისცემა მაქვს, ახლაც რომ ვიხსენებ ხოლმე მის ცხოვრებას, ბიოგრაფიას, აზრებს, სულ ფიქრობ, რომ ასეთი გენიოსი როგორ შეიძლება დაიბადოს ნიჩეზე მოგახსენებთ. თუმცა არის ხალხი, რომელსაც არ წაუკითხავს და არ მოწონს, მაგრამ ეგ უკვე სხვა საკითხია, პოლიტიკური საკითხია. სინამდვილეში ნიჩემ ამ წიგნში თქვა, თქვენ მოგწონთ ძველი ბერძნები, იმიტომ რომ გონიათ, რომ ეს ხალისიანი ხალხია. თქვენ ამბობთ, რომ ესაა კაცობრიობის გაზაფხული და მე გეტყვით თქვენ, რომ ამ გაზაფხულს წინ უძღოდა ზამთარი და რომ ბერძნები ძირითადად პესიმიზმის ხალხია. თქვენ რასაც ხედავთ ამ მშვენიერ შენობებს, ამ შესანიშნავ პლასტიკურ მითოლოგიურ სახეებს, ამ აპოლონს რომ ხედავთ, ეს არის ჯადოსნური მთა, რომლის წიაღში არის ნამდვილი საბერძნეთი. ამიტომ ჯადოსნური მთა, რომელსაც მე ხედავთ, ჩვენ უნდა დავშალოთ და სიღრმეში ჩვენ აღმოვაჩენთ დიონისეს ნამდვილ საბერძნეთს. ანუ მან თქვა, არის ორი ღმერთი, არის ორი არსებობა, არის სიმთვრალე, სიგიჟე, გადარევა, მენადები და გაგიჟებული ქალები, ვისაც არ გინახავთ, შეგახსენეთ, მე მინახავს, იდგნენ ხოლმე შევარდნაძის სახლთან და მღეროდნენ შევარდნაძე იუდას, ზუსტად ეგენი ყავთ აღწერილი ბერძნებს ტრაგედიებში, მენადების სახით, ანუ ღვინის გარეშე შეეძლოთ, სრული გადარევა, თუ ვინმეს ეს სახე არ აკმაყოფილებს, შეგიძლიათ გაიხსენოთ, რომ რომელიმე ბიტლების, როლინგers ან ვინმეს კონცერტზე გოგოები რო კივიან და თმებს იხუტკათ, აეგენი არიან. გიჟები, გადარეულები, ესაა დიონისე, რომლის მთავარი სიმბოლო გახლავთ ღვინო და შესაბამისად ყანწი. ხოლო თუ გინდა გაიგო დიონისური რა არის, ესაა სიმთვრალე. მე შემიძლია ოდნავი განმარტება მივცე თითქმის სახუმარო დიეტოლოგიის სფეროდან, დაიწვევს ამას ყველაფერს. საქმე ის გახლავთ, რომ როგორც ყველაფერს სამწუხაროდ, რაც კარგია, ალკოჰოლსაც აქვს კალორია. სილის და ცხიმის და ნახშირწყლების გარდა ერთადერთი ნივთიერება, რომელსაც აქვს კალორია, გახლავთ ალკოჰოლი. ცილას და ნახშირწყალს აქვს 4 კილოკალორია გრამზე, ცხიმს აქვს 9 კილოკალორია გრამზე, ხოლო ალკოჰოლს აქვს 7 კალორია. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ დალევ 100 გრამ სპირტს, 700 კილოკალორიას მიიღებ და თუ ლიტრას სპირტს დალევ, 7000 კილოკალორიას მიიღებ, ხოლო ადამიანი ჭირდება 2500
3000-ია თუ მაინდა-მაინც ცელავს და რაღაცა უბედურებას აკეთებს, დანარჩენი ზედმეტია და ეს დანარჩენი ზედმეტი ვერაფერში ვერ გარდაიქმნება. ანუ სიმთვრალის გადარება რა არის? ადამიანს აქვს ენერგია, რომელიც არაფერში არ ითარგმნება და ამიტომ იგი ბღავის, კივის, გულისცემა ადის 150-მდე, გასაგებია რატომ რომ რაღაცნაირად დაიხარჯოს ეს და ვერ ისვენებს. და ვერ მოასვენებს, ხტება მე-6 სართულიდან და ბოლოს ცემენ აკაც იხარჯება მისი ენერგია. და კრავენ და სხვა. ეს სიშმაკე, რომელიც ახლავს ალკოჰოლს, არის ბერძნული ტრაგედიის საფუძველი. აქედან დაიბადა, ამ გადარევიდან არის დაბადებული. ამიტომ, როდესაც თქვენ ადარებთ მაგალითად ისეთ წერილებს, როგორც არის ტოლსტოი, ეს მათემატიკურად ზუსტი მწერალი, რომელიც მაგვარი არ დაბადებულა და დღეს დაბადებული დოსტოევსკი, თქვენ შეგიძლიათ იმწოდოთ დაინახოთ რა ხდება. ტოლსტოისთან ხალხი ერთმანეთს ხვდება ბალხზე და საუბრობს. ხოლო დოსტოევსკისთან ხალხი ერთმანეთს ხვდება სკანდალში და ჩხუბობს და ყვირის. იქ ავტორმა ყველაფერი იცის, ვინ რა გაიფიქრა, ვინ რას იზამს. აქ ავტორმა არაფერი არ იცის, იმიტომ პერსონაჟებს წაღებული აქვს, ასე ვთქვათ, საბანი თავისკენ და თვითონ ლაპარაკობენ. ყველაფერს ეგრეთ წოდებულ პოლიფონიურ რომანში. ეს არის დიონისე, ის არის აპოლონი. ცისფერი ყანწები არის სწორედ ამ ორი ამბის შეხამება. ერთის მხრივ სიშმაგე გადარება, ქართველობა, ღვინო, დუდუკი, ქალები და ასე შემდეგ გამოხატული ყანწებით და მეორეს მხრივ სიმთვრალე არის ძალიან სწორი ახსნა დიონისეს. მეორეს მხრივ რა არის აპოლონი? აპოლონი ესაა სიზმარი, აპოლონი არის ნარკოტიკული თხრობა და იმისი ფერი არის წითელი, სისხლის ფერი. ამისი ფერი არის ცისფერი. ცისფერი ყანწები არის ნიჩიანული იდეა ორი დიდი სამყაროს შედგენისა. ანუ ქართული ადუღებული სულის ჩაქცევა, დიონისურის ჩაქცევა ზუსტად იმაში წითლის ჩადება თეთრში ცისფერში. ხაფიზის ვარდები სულიბრუდომის ვაზაში. ქართული სისხლის და გადარევის ჩადება ევროპულ ცისფერ ფორმაში. აპოლონში. აპოლონისა და დიონისეს შეხამება ვერავინ საქართველოში ვერ მოიფიქრებდა ასეთ უცნაურ წყვილს, ცისფერი ყანწები. ყველას გონია უბრალო რაღაცა, ნამდვილად ძალიან მაგარი დამალი. და ვერავინ ადამიან ყანწელს ვერ დაარქმევდა, რა ლაპარაკია ესა, ჩვენ ვიცით ამისი სულ სხვა მნიშვნელობებს, სულ სხვა კონოტაცია აქვს ამ ყანწს. კაცზე ყანწიო რო იტყვი, გასაგებია რას ამბობ. ყანწი, კინძი და ეს ტერმინები მას არ ამაღლებს, მაგრამ ცისფერ ყანწელობა ისეთი საპატიო რამ არის, რომ ესენი რომ დაახრიტეს და რომ თავი მოიკლეს და სხვა ვიღაცები ცხოვრების ბოლომდე ამბობდნენ, რომ მე ცისფერ ყანწელი ვარ. ჩვენ მყავდა ერთი აბსოლუტურად გენიალური კაცი, რამდენად გენიალური პოეტი იყო, არ ვიცი, მაგრამ კაცი რო იყო აბსოლუტურად გენიალური და მეც რომ მქონდა პატივი და უამრავს მქონდა საშუალება ეს გაგვეცნო და იმდენად უბრალო იყო, რომ დაელაპარაკებოდი და სხვა, რომელიც ამტკიცებდა, რომ გალაქტიონი როგორც პოეტი არ ვარგოდა. ვიღაცები ამის გამო ბრაზობენ, რატომ უნდა გაბრაზდეს ხალხო? არ მოწონდათ. წარმოგიდგენიათ, რომ მე მპარავდა ლექსებსო. კოლაუ ნადირაძე ეს ფანტასტიკური კაცი, რა ხალხი წარმოვიდა ცისფერ ყანწელებიდან, რა ხალხი იყო მასთან აფილირებული დაკავშირებული, პავლე ინგოროყვა მაგალითად. იცით, ამბობენ, რომ ფილოლოგი არ შეიძლება იყოს გენიოსი. ერთხელ კონსტანტინე გამსახურა თუ ფილოლოგი შეიძლება გენიოსი იყო, ნიკომარ იყო ასეთიო, მაგრამ მე მიდის ნიკომარის დედის გინება, რომ გასაგებია რატომაც, იმიტომ რომ ჩვენს ყველაზე უფრო მთავარ რამე შეეხო და შეეცადა გაეფუჭებინა. არ არის მართალი, რომ ნიკომარ ერთადერთი იყო, თუ კაცი შეიძლება ფილოლოგი იყოს გენიოსი, აი პავლე ინგოროყვა იყო გენიოსი. არც ერთი მისი თეორია არ არის აღიარებული. არსად არ იყო მართალი.
ერთადერთი წიგნი, რომელშიც ვენდობით 100% არის მისი ნამუშევარი ბარათაშვილთან დაკავშირებით, იქ 100%-იანია და ვერავინ ვერ შეცვლის და ვერავინ ბოლზავოს მისი ტექსტით ვიცნოთ. ბარათაშვილი ხალხმა არ იცის, რომ წერილები რუსულადაა დაწერილი, ისეთი ქართულით თარგმნა და შეაჩვია ყველას ყური სწორედ ინგოროყვა. ეს კაცი, პავლე ინგოროყვა, მთელი ცხოვრება ტრაბახობდა იმით, რომ აი ამ ხალხთან ჰქონდა კონტაქტი. გასაგებია ამის გამო ისიც რეპრესირებული იყო სხვებიც, მე ვიცი, რატომ ვერ გაძლო ცისფერყანწელებმა საბჭოთა დროში. რაღაცა პერიოდი იყო მოგეხსენებათ, ისე 1930 წლამდე, სანამ ხანაგის ტაიმი დაადგენდა, რომ ყველა კავშირი უნდა იყოს ერთი საბჭოთა კავშირი და საბჭოთა მწერალთა კავშირი, რომლის დირექტორად მე შეიძლება დააჩნდეს ისეთი უცნაური კაცი, როგორც მალაქია ტოროშელიძე, რომელიც ისე იგი გაუსწორდება მთელ ქართულ მწერლობას და ყველას დახრեց. კონსტანტინე გამსახურდია დაწერს მთვარის მოტაცებას და მთელი ქართული მწერლობა დადგება ფეხზე დახრიტეთ სასარგებლოდ კონსტანტინე გამსახურდია. არც კი მინდა ჩამოვთვალო რა ხალხი და ამის მერე ის რას დაწერდა და რას იზამდა, სრულიად გასაგებია შეწყვიტა საერთოდ მწერლობა. თარგმნა დაიწყო და მერე გადავიდა ისტორიულ პროზაზე, რომელზე მეტის გაკეთება მას შეეძლო. მაგრამ აღარ დასწრდა. ნუ ახლა ჯავახიშვილს ამოვიდა სხვა ვიცით ყველა. რატომ მოხდა ის, რომ საბჭოთა დროში ჯერ კიდევ არსებობდნენ ცისფერყანწელები? და ვინ იყო ყველაზე ჭკვიანი მათ შორის? ყველაზე ჭკვიანი იყო ის, რომელიც მივიდა ორჯონიკიძესთან, როცა ორჯონიკიძე ჯერ კიდევ ფავრში იყო, მოთხოვა პასპორტი, მოკიდა ამ პასპორტს ხელი და გაიქცა გერმანიაში. იმიტომ რომ გრიგორ რობაქიძე როგორც მოვიდა მოძრაობაში, სტუმრად იგი მოწვეული იყო როგორც ჭკვიანი კაცი. ისე წავიდა ამ მოძრაობიდან როგორც ჭკვიანი კაცი. რა მოხდა მერე? შეგვიძლია ვთქვათ სიმართლე, შეგვიძლია ვთქვათ ნახევარსიმართლე. მე მივანიშნებ სიმართლეს. მოხდა ის, რომ დანარჩენებმა შეასრულეს საბჭოთა დაკვეთა და ყველამ უკანასკნელი სიტყვებით აგინა გრიგორ რობაქიძეს. იმასთანაც ვალშივართ. იმიტომ რომ არ ეკუთვნოდა მას თავისივე თანამებრძოლებისგან ასეთი სიტყვები. მაგრამ ეს მოხდა. და ეს ჩვენ ვქენით, ეს იმათი ბრალი არ არის თქვენი პოეტების. ჩვენ საზოგადოება ყოველთვის ვიყავით, ყოველთვის ვაგებდით პასუხს, ჩვენ ნამუშევარია. იმან ეს გადაიტანა, მაგრამ უპასუხა ორი რამით, ერთი რომ ხელმძღვანელობდა საქართველოში ანტისაბჭოთა ჯგუფს, შეეწირა რა თქმა უნდა ამას ყველაფერს, მეორე რომ აიღო და დაწერა ისეთი ადამიანების ბიოგრაფია, როგორც ჰიტლერის ბიოგრაფია, მუსოლინის ბიოგრაფია და არც ერთი არ იყო ჟურნალისტური პირუთვნელობით დაწერილი, ყველა ძალიან სერიოზული წიგნი იყო. რამაც ბოლოს და ბოლოს გამორიცხა მისთვის რაიმე ტიპის პრემიაზე წარდგენით. ერთადერთი ქართველი მწერალი, რომელსაც ევროპაში სერიოზულად იცნობდნენ და რომელსაც შეეძლო მიიღო ნობელის პრემია და იყო მცდელობა 60-იან წლებში, უბრალოდ მაშინ გარდაიცვალა და მანამდე რომენ როლანს ჰქონდა ეს აზრი და სხვებს, ეს იყო რობაქიძე. ძალიან ბევრი ქართველი მწერალი ამბობს, რომ ახლოს იყო ნობელის პრემიასთან, ბევრზე ბევრ რამეს ყვებიან, მაგრამ ყველაზე ახლოს იყო ეგ. ანუ განწყობებით მას ნამდვილად იცნობდნენ ევროპაში. ნამდვილად და 30-იან წლებში იგი ძალიანაც პოპულარული იყო, სანამ არ დაიწყებოდა ეს ფაშისტური პერიოდი. გრიგორ რობაქიძის წასვლის შემდეგ აქ დაიწყო ეს საშინელი სპექტაკლი. ეს ხალხი ერთმანეთს და გრიგორ რობაქიძეს და ყველას უბელ ანძღავდა და ცუდი პერიოდი დაიწყო. მიუხედავად ამისა, მე გონია რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა თქმა უნდა სიმართლე, მათ შორის უნდა ვიცოდეთ 30-იან წლებში ვინ ვისზე რა თქვა, ვინ არის მსხვერპლი და ვინ არა, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. მიუხედავად ამისა, მე მინდა გითხრათ, ადამიანური თვალსაზრისით შეიძლება ინჟინერ ჭედიას სულს რამე პრეტენზია ჰქონდეს ჩვენს ცისფერყანწელებთან, რომელსაც აჭმევდა, აცმევდა და აცმევდა და ყველაფერს აძლევდა და ამათ ფაქტობრივად მოწმედ დაუდგნენ ესენი და ის კაცი გაიწირა, რასაც მერე თვითმკვლელობით უპასუხა პავლო იაშვილმა
ეს გააკეთა მწერალთა სახლში, სადაც როცა ჩვენ მივდივართ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეგ ესეთი ადგილია ყველაფერთან ერთად. აი, ტარს გაცივება არაცალა საბჭოთა ხელისუფლებამ და იცვალებულ საგინა. და მკვლელობას, თვითმკვლელობას იწოდა ანტისაბჭოთა საქციელი და გამოდიოდნენ მწერლები და აგინებდნენ უკანასკნელი სიტყვები. ეს არ დამთავრდა არასოდეს. მათ შორის 70-იან წლებში დღეს ცოცხალ ვერ მწერალს ხელი აქვს მოწერილი ისეთ დახალწე, როგორც არის არმინდა ვისნტკოი ჰაერით, რომლითაც სუნთქავდა სოლჟენიცინი და მეზიზღება სახაროვი და არის რაზე არ არის ხელი მოწერილი. ყველაფერზე. ამიტომ ეს ნაწილი მე სწორედ არ მიგვრის. მე მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, ვინ როგორ მედგრად შეხვდა წინააღმდეგობას, ცისფერყანწელების მოძრაობა, მოდერნისტული მოძრაობა უპირველეს ყოვლისა მიმართული იყო საქართველოს ევროპეიზაციისკენ, მიმართული იყო ქართული კულტურის გადარჩენისკენ და მათ ეს ამოცანა წარმატებით შეასრულეს. საქართველო არის ევროპული კულტურის ქვეყანა, ქართული წერლობა ევროპული წერლობა. დღესაც კი ჩვენ არ გვაქვს ფორმალური ჩამორჩენა ევროპისგან. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვყავს ახლა იმხელა მწერლები, რომ გული დაწყდეს, რომ რატო ჩვენსკენ არ იხედება ნობელის კომიტეტი ვიღაცა პოეტებს და უმღერლებს რო აძლევს, რომ აგერ არა გვყავს ვიღაცა ასეთი მდგომარეობა არ გვაქვს, მაგრამ დღესაც კი ეჭვი არ შეგვიპაროს იმაში, რომ ნამუშევარი, რომელიც პრინციპში 10-15 წელი იმუშავა ამ ჯგუფმა, ეს ნამუშევარი მოქმედებდა, მათ აიძულეს სხვა ქართველი მწერლები გარდაექმნათ თავისი შრომა. ცისფერყანწელები რომ არ ყოფილიყვნენ, შეიძლებოდა ჩვენ ყოველთვის გვეყოლებოდა თვითნაბადი გენიოსები, ახლა გალაქტიონს ესენი ვერც მოუმატებდნენ და ვერც მოაკლებდნენ, მაგრამ ამ კონკურენციაში ამათთან შესაძლოა გალაქტიონიც გაიზარდა. ამიტომ, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ, რომ 7 დიდი პოეტი გვყავს, უნდა გვახსოვდეს, რომ 7 დიდი პოეტი და 1 დიდი პოეტური დაჯგუფება გვყავს. ამათ ყველას ერთად ცისფერყანწელებს ერთი ადგილი ეკუთვნის ქართველი პოეტების იმ დიდ პანთეონში, რომელიც არის. მე მინდა ძალიან ცუდად მომიქეცი იმ ხრივ, რომ მათი ციტირება არ მოვახდინა, გერმანს ყველაფერი, მაგრამ არ მოვიყვანე მათი ლექსები, მოთხრობები და სხვა, მაგრამ თავარი მინდოდა მეთქვა. ადამიანებმა საქართველოში ამ საშინელ ქვეყანაში, რომელსაც არ უყვარს რეფორმები, რომლის მინისტრები ამტკიცებენ, რომ წიგნების კითხვა სასარგებლო არ არის, რომლის მინისტრები ამტკიცებენ, რომ ლექსის ზეპირად სწავლა არის დანაშაული, რომელთაც აკრძალეს საზეპიროების სკოლაში წინა ხელისუფლებამ, რაც საერთოდ ფანტასტიკა არის, ლექსის სხვა შორის ზეპირად თუ არ იცი, ის არ იცი. ეგ ისეთი მარტო ვინმე ამიხსნა და როგორ აუხსნათ ხალხო? ეს როგორ იცით? ვერ აუხსნი. როდესაც კაცი ამბობს, რომ აცალეთ ვიყო ოროსანი, როგორ აუხსნი, რომ არ იყოს ეს. რატო გეუბნებით, იცით ახლა? კომპლექს დამცველი მე არა ვარ, თავისთავად თვითონ დაიცავს კომპალიც აქვს და ყველაფერი. უბრალოდ მინდა გითხრათ, აი ასეთი დამოკიდებულებები, რომ ვიცით, თამამად ლაპარაკობთ ერთმანეთზე და სხვა, მეც ჩვევია, სხვასაც ჩვევია. ამ დამოკიდებულებებით ხელიდან გაგვიწვა ეს ამოდენა მოვლენა. წელს ისე კი ის მაინც გვექნა, რომ რეპრინტი მაინც გაგვეკეთა, ეს ცისფერყანწები გამოგვეცა მაინც. უხერხულია ხალხო, ვინ გაგიკეთებს ასეთ საქმეს, ვინ გაგვიკეთებს ამ საქმეს, ამათ რა გააკეთეს, იცით? სოფლის წუმპეში ჩავარდნილი ქართული ლიტერატურა. და პირდაპირ გეტყვით, ვინ ჩააგდო იქ? ყველაზე დიდი ვინც იყო, ვინც გააღმერთეს, რო გამოდიოდა სახლიდან, გამომძანდებოდა ცხენებს, გააყრიდნენ სტუდენტებს, შიგნით შეებმებოდნენ და არბეინებდნენ იქით-აქით, მან მიასიკტილა ქართული პოეზია, იმით რომ ყველა მას ბაძავდა აკაკი მყალსხედულობაში და ყველამ ჩათვალა, რომ ქართული ლიტერატურა ეს არის მიდი მოვდივარ ლიტერატურა. ნახევარცხოვრებზე გავდიე და ამას გავდა აკაკის ვერავინ ვერ მიედარა, რა თქმა უნდა. გალაქტიონი დაჯდებოდა ხოლმე აი ასე და ეკითხავდა, ვის გავარ მე? ვინ გავბედავდა რამეს და ვინ ეტყოდა ვის გავხარ? თქვენ არავის არ გავხარ და რაღაცა და წინდა ხოლმე. აკაკის არ გავარ მე. ქუთაისის 23 სკოლა არის ევროინტეგრაციისადმი მიძღვნილი სკოლა.
მე როგორც ასეთი ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიმიწვიეს ამ სკოლაში და აღმოაჩინე, რომ სურათებია ქართული წერლობა. და ერთ-ერთ სურათს, აკაკის სურათს თავზე აკიდია გალაქტიონის სურათი. აღარ იყო ადგილი გალაქტიონისთვის და დააკიდეს აკაკის თავზე. მე ეს რო დავინახე, მომეწონა ახლა ინსტალაცია და იმიტომ რომ გალაქტიონს 1000-ჯერ უფრო დიდ პოეტად ვთვლი ვიდრე აკაკის, ეს ჩემი ნება, არის ხალხი რომელიც ამის გამო დუელში გამოგიწევს და მოკლავს, თუმცა გალაქტიონს ასე რჩიან არ ვიცი, აკაკის დაცვა მესმის. ეს ვინქნა მეთქი ვიკითხე მე ევროპასთან ინტეგრაციის ხაზით, რა თქმა უნდა. და გავუკეთებია სწორედ იმ მასწავლებლებს, რომელმაც მე მომიწვია, ქართულის მასწავლებელი და ჩუმად მითხრა, არ გვინდა ამაზე აქცენტირება. თურმე ამას დიდი ამბავია სკოლაში, რომ ეს აკაკის ჩაგრავს, ესე კი არა. მე ვთხარი ახლა ეგ სურათი პრინციპში რა არის? პრინციპში რა არის? გალაქტიონი იყო აკაკის მოსწავლე, რა თქმა უნდა, თავის თავს აღიარებდა, რომ ის არის აკაკის მოსწავლე. მთელი ცხოვრება ამოდე ხო გავარ აკაკის და სხვა. ყველა ლექსში ახსენებს ხოლმე აკაკის, მაგრამ არასოდეს არ ახსენებს მარტოს. როგორც კითხვის, აქ ჩემს ახლოს აკაკის ლამს, იმ წუთას მიაყვავეს ბარათაშვილს არ უყვარდა უბლაციელი, იმიტომ რომ პატიოსანი არის. ვის უნდა გავდეს, ანუ ვისი პოპულარობის შურდა ის ახსოვს, მაგრამ შინაგანად რომელი პოეტისგანაა დამოკიდებული, იმას ვერ ივიწყებს. გალაქტიონი იყო დიახ ფორმით აკაკი და შინაარსით ბარათაშვილი, ოღონდ ფორმაში აკაკის ბევრად აჯობა და პირდაპირ იმას ეჯიბრება, ვისიც არ ითქმის სახელი ანუ რუსთაველს. იმიტომ იმდენად ღრმად შევიდა ენაში, რომ მარტო რუსთაველს შეუძლია უთხრას, რომ მოიცა კაცო, შენ მაგარი ხარ, მაგრამ მე ხო ვთქვი, სამცა გაიდარბაზესო. ხო ეს რას ეთქვის ხო გახსოვთ რა? სოფლის მადონა და ყვავილები გიადონა. ერთი ასეთი ფრაზა რო დაეწერა რომელიმე სხვა ქართველ პოეტს, მისი შთამომავლობა შეგვჭამდა. ჩვენ ბედნიერი ხალხი ვართ, გალაქტიონს რო შთამომავლობა არ დარჩენს. შეუჭმელი დავჭით. მინდა ვთქვა სიმართლე ამ პატიოსთან მოვლენაზე და მინდა ვთქვა სიმართლე იმ ქალაქზე, რომლის გადასარჩენად დღეს იბრძვის ქართული სახელმწიფო, იმით რომ იქ პარლამენტი აქვს. მეგობრებო, ქუთაისის პარლამენტი კი არ გადაარჩენს. ქუთაისს გადაარჩენს იმის ხსოვნა, რომ ქართული აღორძინება და ქართული მოდერნიზმი, ქართული განათლება სათავეს იღებს ქუთაისში. რომ ქუთაისში დაიწერა ცისფერი კანწები, ნომერი პირველი, ნომერი მეორე, ქუთაისში გამოიცა გალაქტიონის პირველი წიგნი, ქუთაისში გამოიცა გალაქტიონის მეორე წიგნი. რომ ქუთაისში დაამთავრა გიმნაზია მსოფლიოს რამდენმა გენიოსმა, ვინც ის ქართველების გარდა პლუს კიდე მაიაკოვსკი და სხვები და ასე შემდეგ. თორე მე ვიცი ერთი რამ, ძალიან პოპულარული ქალაქია ქვეყანაში დედაქალაქი გასაგებია და მეც მისი გულშემატკივარი ვარ. უბრალოდ მე თავს არ ვდებ, იმიტომ მე ბათუმელი ვარ და თავისუფალი ვარ ამ თბილისელობის, ასე ვთქვათ, განსაკუთრებული ამბებიდან. მაგრამ თბილისში ხალხო ერთი გენიოსი დაგვებადა, ნიკოლოზ ბარათაშვილი. ხოლო იქით სხვაგან, სხვა ადგილებში, ყველა დანარჩენი. მათ შორის ქუთაისში რამდენიმე და განათლება ყველამ იქ მიიღო. ყველამ იქ სანამ შპრეს წყალს დალებდა, მანამდე რიონის წყალს სვამდა კონსტანტინე გამსახურდია. სანამ ვინმე სადმე მოხდა, ყველამ პეტრე ოცხელის და ყველამ იმის რა ქვია ქუთაისის პირველი სკოლის ხელდასმა მიიღო. ეს ხალხი, ვიზეთ ჩვენ ვლაპარაკობთ, ეს პატიოსანი ადამიანები, რომელთა პოეზიამ, რომელთა პროზამ, რომელთა შემოქმედებამ ამხელა გავლენა მოახდინა, ნელ-ნელა წავიდა. თქვენ იცით როგორ? ტიციან ტაბიძე მოკლეს. გრიგორ ობაქიძემ გააღწია, გაასწრო და 60 წელს მოკვდა. და მთელი ცხოვრება რჩებოდა ქართველ პატრიოტად. იცით და იყო დიდი გეგმები მისი ქვეყანაში შემოტყუების, მაგრამ მაგდენი ძალიან ჭკვიანი კაცი იყო, ბერიას პროვოკაციებს არ აკვა. ვალერიან გაფრინდაშვილი უსახელოდ გარდაიცვალა ომის დროს, ყველასგან მიტოვებული და ყველასგან დავიწყებული. ეხლა
პაოლო იაშვილის ამბავი თქვენ იცით, მან თავი მოიკლა და მიხეილ ჯავახიშვილმა თქვა, ვაჟკაცი ყოფილა, ჩვენ ეს არ შეგვიძლია, ცოტა ხანში ისიც აღარ იქნება. სანდრო ცირეკიძე ახალგაზრდა მოხდა, ალი არსენიშვილი ახალგაზრდა მოხდა. გიორგი ლეონიძე ერთადერთი იყო, ვინც ამას ყველაფერს გადაურჩა, ვინც მერე 5 გზის სტალინური პრემია აიღო, მაგრამ ვინც არასოდეს არ ტრაბახობდა სტალინური პრემიებით, ყოველთვის ტრაბახობდა იმით, რომ ჩემზე ვაჟებშვილას ლექსიად დაწერილი. რამდენი წყინვალე თამადა იყო, საერთოდ წყინვალე ადამიანი იყო, რამდენი ბახუსის ექსტაზში შევიდოდა, იმდენი გაიხსენებდა ჩემზე სხვა შორის ვაჟებშვილას ლექსიებს დაწერილი. სტალინს უყვარდი და შუბლზე მკოცნიდაო, არასოდეს არ ამბობდა, თუმცა ეს ასე იყო. სტალინს ძალიან უყვარდა, გალაქტიონი დღეობით შეწერდა ასეთ რამეს, რომ გალაქტიონი გენიოსი, გალაქტიონი წყინვალე, ანუ იმ სიტყვებს მეორე რასაც მას ეუბნება, პრემია კი სხვას. ეს პრემია, რა თქმა უნდა, იგულისხმება ის პრემია, რომელიც მიქონდა ხოლმე გიორგი ლეონიძეს. გალაქტიონის დამოკიდებულება სისხლთან წელებთან ძალიან ნიშანდობლივია. იყო მასა და ტიციან ტაბიძეს შორის ჩამოყალიბდა, როგორ გითხრათ, ისე იგი ძველი ანტიკური ლიტერატურაში არის ეს, რა ძმების და ახლობლების მტრობა, ასე ვთქვათ, ისინი მტრები იყვნენ. თუმცა ხანდახან გაახსენდებოდათ ხოლმე ძმებიც, რომ გალაქტიონს ესენი არ უყვარდა, იმიტომ რომ ისინი ორგანიზაციულად ეკაჩებოდნენ ერთმანეთს. აი მაგალითად ჩამოიყვანეს პასტერნაკი და რა თქმა უნდა აჭამეს ასვეს. უთხრეს ეს დიდი პოეტი, ეს დიდი პოეტი, ეს დიდი პოეტი, მანაც ახლა თარგმნა ეს ის და გალაქტიონზე უთხრეს, რომ არიო ერთიო, მაგრამ ანტისემიტიაო. შენი ჩამოსulis ამბავი რო გაიგო, თქო გაგოიტა ჟით პრიეხალ. მე არ გამომიცხარ ქუთაისლებისგან, ჩვენსაც გალაქტიონისგან შეეძლო. ამის მერე 1957 წელს გამოცემულ წიგნში წერია ასეთი რამ. მინდა ვთქვა, ჩვენ შეგვიძლია ბევრი საყვედური ვთქვა, ჩვენზე, ჩვენ საზოგადოებას ვთქვა, მაგრამ ხანდახან ჩვენ არ ვართ ყველაზე ცუდი ხალხი მსოფლიოში. 1957 წელს, როდესაც ყველა დედასაგინებდა პასტერნაკს, როგორ გაბედე შენ ნობელის პრემიაზე გასვლა და საერთოდ როგორ დაწერე წიგნი და როგორ გაბედე კომუნისტების ცუდაცენ და საერთოდ ვინახარ შენ და სტუდენტები ადგიარიან და უმღერიან დაახლოებით ისეთ სიმღერებში ვარნაძეს რო ესმოდა იუდას ეძახდნენ იმისთვის ტვინეული იყო და ვიკრესტი იყო ეს გაქრისტიანებული ებრაელი იყო აი მაგ დროს როდესაც მისი სახელის ხსენება შეიძლება ზარია ვასტოკას გამოცემულობამ გამოსცა მისი წიგნი გრუზინსკი პოეტი მის თარგმანებში რომელსაც აქვს მისი წინასიტყვაობა ამ წინასიტყვაობაში ორჯერ გაგვიკეთა ისეთი რევერანსი მსოფლიო დონის პოეტმა რომ ორივეჯერ ისე იგი ცემის გარეშე ვერ წაიკითხა პირველი წერია რომ ამ წიგნს ნაკლი აქვს მე რომელმაც შევბედე და ჩამოთვლილია სამი კაცი ვისაც შებედა შექსპირს, გოეთეს და ბარათაშვილს ეს პირველი რევერანსი ვერ გავბედე მეთარგმნა გალაქტიონი და ეს ამ წიგნის ნაკლია სიმართლე რომელიც იმაში რომ ვერ გავბედე კი არა უბრალოდ უთხრეს რომ არ გინდაო და ვისაც პატრონობდა ტიციანის ოჯახს პატრონობდა იცით თქვენ და მის ყველაფერი გააკეთა არავისი არ შეეშინდა საბჭოთა დრო იყო ტიციანის წონის შეფარება და შვილის როგორ შეიძლებოდა მაგრამ ის სვანაერი კაცი იყო აი ამ კაცმა თქვა ვერ გავბედეო სინამდვილეში კი სხვა ამბავი იყო მაგრამ კი არ მოყვა იმას როგორც იყო მინდა გითხრათ რომ ჩვენ ბევრი კაი პოეტი გვყავს ვიცით ხოლმე გახსენება არ ვართ ბოროტი ხალხი და ერთი კაი ლექსის გამო ალიო მირწყვლავას გიყავს ისე იგი გახსენებაში ტიციანის ეპიგონი დიდ პოეტად გვყავს გამოცხადებული რომელიც ასეთი გახდა მაშინ როცა ტიციანი აღზარული იყო ხალხი კითხულობდა ახალგაზრდების შემოქმედებას რომლები ჭაბუკები დარჩნენ მაგრამ და ეგონათ რომ ესა ისინი არიან ესენი ვერ ხვდებოდნენ ამათ მასწავლებელი ყავდათ ის მასწავლებელი დაბრუნდა 50-იან წლებში როცა რეაბილიტაცია მოხდა ტიციანისა მაგრამ ძველი სახელი და დიდება ვიღაცებმა შეინარჩუნეს თუმცა
პოეტური თვალსაზრისით მე ვფიქრობ, რომ როგორც ამათ თქვენს ერთ ძმებმა ბიძაშვილებმა ქართული პოეზია წავიდა ვანის და ფშანის და ორბილის ხაზით. თუ პირველია გალაქტიონი, მე ალბათ 16 ადგილი არ უნდა გაიცეს, მე 17 იქნებოდა ტიციანი. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ეს ჩემი მოგზაურებული აზრია, სხვა შორის იქვე სადღაც ახლომახლოს უნდა იყოს გრიგორ ობაქიძეც, პავლო იაშვილის, ვალერიან გაფრინდაშვილის და აი საცოდავი ძალიან ახალგაზრდა წასული სანდრო ცირეკიძე, მე ვფიქრობ, რომ ტალანტის მიხედვით ის შეიძლება ყველაზე მაგარიც კი ყოფილიყო და რა თქმა უნდა გიორგი ლეონიძე და სხვა. შესაბამისად, მეორე და პირველი დასკვნა მეკითხარით, მე არ მგონია რომ ესენი სიმბოლისტები იყვნენ, მე მგონი ესენი მოდერნისტები იყვნენ, გააცილებით უფრო დიდი საქმე აქვს გაკეთებული, ვიდრე ერთი მიმართულების მსახურება და მეორე ესენი იყვნენ მოდერნისტები არა მარტო პოეზიის და კულტურის სფეროში, ესენი არიან ქართული სულიერების მოდერნისტები, ამათ ევროპა შემოიტანეს ამ ქვეყანაში. და ეს ევროპა შემოიტანეს უპირველეს ყოვლისა კორპორაციულობით, იმით რომ ამდენი წლის განმავლობაში ერთმანეთი აიტანეს. მეც ვტრაბახობდი დიდხანს, რომ აგერ ამდენი წელია ერთად ვართ ვიღაცებ, ბოლოს ესე ყველა ტრაბახი მთავრდება, მაგათაც გაიქცათ რომ მაგიცი. ასე რომ ყველა ტრაბახს აქვს საფუძველი და მერე აქვს დასასრული, ყველაფერს აქვს დასაწყისი, შუატანი და დასასრული. თქვა არისტოტელემ შეიძლება ძალიან ბრძნული აზრი არ არის, მაგრამ სიმართლე აღმოჩნდა. მაინც თავარი ევროპულობა, რაც ამათ ქნეს, იყო მათი ხანგრძლივი ერთად ყოფნა. მათ აჩვენეს, რომ ქართველებს შეუძლიათ პოეტებს ერთმანეთთან იყვნენ. ეს რომელი ხალხია თქვენ იცით, გალაქტიონი რომ კარებს შეაღებდა და დაინახავდა, რომ კრება აქვთ და იტყოდა ერთი კაცის კავშირი არ გამიგია მეორე. ამ ხალხში შეძლეს ამ ადამიანებმა რომ ქონოდათ კავშირი და უყვარდათ ერთმანეთი. უყვარდათ ერთმანეთი როგორც გუნდს. ეს სიყვარული გამოჩნდა მაშინაც კი, როდესაც მოუწიათ გრიგორ ობაქიძის ასე ვთქვათ, კალანძღვა თუ გინება, მაშინაც კი ცდილობდნენ ერთმანეთი მაინც გადაერჩინათ. ანუ გრიგორ ობაქიძეს რო აგინებდნენ, ტიციან ტაბიძე ცდილობდა რომ პაულოს არ მოხვედროდა და ბარემ რახან გრიგორ ობაქიძე უკვე გამოცხადა, ყველა ცოდვა იმისთვის მიეწერათ. მე ძალიან წუხვა რომ ჩვენ არ გვაქვს ეს პატივისცემის გზნობა, ახლა ძალად ვერ გააჩენ ხალხში ვიღაცის მიმართ პატივისცემის გზნობას, მაგრამ ესენი ცალ-ცალკე არ არიან. ეს მოვლენა არის, ერთი მთლიანი მოვლენა, ცისფერყანწელობა არის მოვლენა. რაც შეეხება სიმბოლისტობად მათ აღიარებას. ერთადერთი რამ შემიძლია გითხრათ. საქართველოს სინამდვილეში ნამდვილად მოხდა ლიტერატურული კამათი ორ კლასს შორის. ერთმა კაცმა დაიწუნა მეორე კაცი. ღიად, საჯაროდ. და თქვა, რომ მეო შენო ენას გიწუნებო და ისე ყველაფერი დაუწუნა. ის კაცი სახლში მივიდა და თავის ქალიშვილს, რომელიც ძალიან უცნაური ქალი იყო, ყველაფერს იმახსოვრებდა და მე ჩვენამდე შემოინახა, უთხრა, ესე ამბობენო ჩემს და თვითონ რა ჩხაპნიანი სიცარიციან. ანუ ძალიან მძაფრი შეფასებები იყო. მრავალი წლის შემდეგ ამხანაგი სტალინი დაეთანხმა აკაკი წერეთელს, რომ ვაჟა-ფშაველა საგინებელი იყო, ვინ იყო ვაჟა-ფშაველა, ენობრივ პოლიტიკაშიც არ იყო მართალი და ისედაც ჩამორჩენილი კაციაო და იცით თქვენ მე რა დავალება გასცე. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერთან ერთად რა დამსახურებაც აქვს. ვაჟა-ფშაველა ისევ ის ქაჯი ელექტრონის ამწოდნე, როგორც გერონტი კიკოძე მოწოდა. ბნელი და შეუგნებელი, როგორც კიდე სხვა მოწოდა. იქნებოდა ახლაც მიგდებული სადღაც პეტრე-პავლეს ეკლესიასთან თუ გადარჩებოდა მის საფლავი, რომ არა ცისფერყანწელები გიორგი ლეონიძე და რომ არა სტალინის დარწმუნება, რომ ვაჟა-ფშაველა დიდი იყო, სტალინი მერე გაერკვა. მე 50-იან წლებში გაერკვა, რომ პატარა ყოფილა. 35 წელს გადაასვენებინეს დაწმინდას. რასაც ახლავს ერთი ზღაპრული ამბავი. ვაჟა-ფშაველა მოგეხსენება წმინდანი არ იყო. ამაზე მეც არ ვიტყვი, იმიტომ რომ როგორც კი ამაზე მეტი ვთქვი, იმ ხთას გაზეთმა
ერთ-ერთმა ყველაფერი თქვა ჩემ შესახებ და აღარ მინდა ესე იგი ეს გავიმეორო. ვაჟა-ფშაველა არ იყო წმინდანი, ქალები უყვარდა, რაც მართალია და რომელი პოეტი დაბადებულა ისეთი, რომელიც ისე გამოირჩეოდა ხუთოსნური ნეჩვეულებით არ ვიცი. აი გალაქტიონს არ უყვარდა მაგალითად. ხო, ყველას არანორმალური დამოკიდებულება ჰქონდა ქალების მიმართ. იმას უყვარდა, ამას უყვარდა ოღონდ სხვანაირად. ძალიან სერიოზული ამბავი მოხდა, საფლავის გახსნა მოუწიათ აქ. ვაჟა-ფშაველა 20 წლის მტარი იწვა კუბოში შეუყვნელი. როგორც წმინდანი, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა წმინდანის არ ყოფილა ჩვენი ეკლესია როდის მაგ აღიარებამდე რომ ვაჟა-ფშაველას წმინდანობაზე იმუშაოს მე ამჯერა არ იქნება აკაკიზე უკვე მიდის მუშაობა, რაც ძალიან არასამართლიანია. იმიტომ აკაკიმ რომ ბოლოში თქვა რომ კარგად დამიწერიაო, იქ სწორედ იმას გულისხმობდა რომ კარგად დაუწერია, თორემ მასე არ უცხოვრია როგორც იქ არის მოთხოვნილი მის პოემაში. ვაჟა-ფშაველას წინაშე დამსახურება ის რომ მათ აიყვანეს ეს იმ სიმაღლეზე, თაწმინდაზე მაინც რო აიყვანეს და სხვა დიდ სიმაღლეზე რო აიყვანეს, ეს დღესაც კი პრობლემურია. დღესაც კი წაიკითხავთ, რომ ქართულმა მთავ ორი კაცი მისცა ქართულ ლიტერატურას და საცხადი ვაჟა-ფშაველა არის მთის პოეტი და ბუნების პოეტი და შვილისნუკრის ოღონდ ის არ ითქვას, რაც ამათ იცოდნენ. ვაჟა-ფშაველა მომავლის პოეტია. ჩვენ ჯერ არ ვართ მზად მის აღსაქმელად, ცისფერყანწელებმა ეს გაიგეს. შეიძლება კონტურები დაინახეს ამისი, მაგრამ ჩვენ მადლიერი უნდა ვიყოთ. ვაჟა-ფშაველა როცა ყავს და როცა გესმის რომ ყავს, მაშინ რა თქმა უნდა ევროპელი ხარ. იმიტომ ვაჟა-ფშაველამ თქვა, ზუსტად ის რაც არის მთავარი ევროპული იდეა. ამის თქმით ვწარა, მაგრამ ღვთისმშვილ უკეთეს იციან ამ ჩვენ რო ვამბობთ რომ მარტო ჩვენ ვართ და მარტო ჩვენ გვზდიან დედანი, ასე არ არის. სხვა არის ადამიანი. თავარი ევროპული აზრი. მითხარი რას ფიქრობ სხვაზე და იმ წუთას გეტყვი ვინ ხარ შენ. აღიარებ თუ არა სხვის უფლებებს. თორე საკუთარი უფლებები რო გაქვს ერთ ჩვენც ვიცით. ვაჟა-ფშაველა ამ ხალხმა დაინახა. ილიამ თქვა თავის დროზე, რომელიც არის აღმომჩენი ვაჟასი და არათაშვილისა, რომ ჩვენ ძველებმა კალამი უნდა გადავდოთ და გადადო კიდევაც, აკაკემ მაშინ უმატა წერას, იმიტომ არ მოეწონა ეს ნათქვამი. ამის მერე რა დაწერა ასეთი კი ვიცით რაც დაწერა, არ შევადარებდი, მაგრამ ყველას თავისი აზრი აქვს. მახსოვს ძალიან, რომ ქართველი პოეტების შერიგებას ცდილობდნენ ქართველი მსახიობები. ამის ლექსსაც კითხულობდნენ იმისასაც და მამაშვილურად ერთმანეთს შეურიგებელია. იმიტომ რომ უნდა ვთქვათ ბოლოს იმართლე. ცისფერი ყანწები მიმართული იყო ლიტერატურის იმ პროფანაციის წინააღმდეგ, რაც გამოიწვია აკაკის შემოქმედება. ეს არ იყო აკაკის ბრალი, ეს იყო იმის ბრალი, რომ იგი გახდა პოპულარული და ყველამ დაიწყო წერა, იმიტომ რომ მან თავს მისცა უფლება უსაგნო ლექსებიც დაეწერა და ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ ასე შეიძლება. ამის მერე მოვიდა გალაქტიონი, რომელსაც ასევე აქვს უფლება დაწეროს უსაგნო, ანუ უშინაარსო ლექსები, მაგრამ ამ უშინაარსო ლექსებში სიხმარს ისეთ ბგერწერას, რომ ვერ გააგდებთ ვერსაიდან და პოეზია მარტო შინაარსი არ არის. მოგეხსენებათ, უფრო მეტად იგი სხვა რამე არის. ამიტომ როცა გალაქტიონთან ვკითხულობ მე რას იშმაგით ღრიალებენ ღორები, სულ არ ვფიქრობ, რომ ეს უაზრო წინადადება, იმიტომ რომ ძალიან კარგად მესმის ყურში და თუ არ მესმის ყურში შემიძლია დავწერო და გავაანალიზო, გეწერით თვალსაზრისით რა არის ღრბ. ფორმულა პირდაპირ გეწერით. ამიტომ დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას ყურადღებისთვის და მინდა უთხრა მადლობა იმ ხსოვნას, რომელიც ჩვენ ყველას გვექნება, დავიმახსოვროთ 1916 წელს დაიწყო ეს ამბავი, 2016 წელს ჩვენ გვახსოვს ეს ამბავი, მე იმედი მაქვს, რომ 3016 წელსაც ემახსოვრებათ, ესენი იქნებიან მანამ, სანამ იქნება ქართული კულტურა და მანამდე იქნება ქართული კულტურა, სანამ იქნება ევროპული. როცა ბაიათებზე გადავალთ, მაშინ დავიღუპებით. ესაა ჩემი პირადი აზრი, მე ამ ხალხს რო იყოს საშუალება, სადმე ცალკე ცისფერყანწელობის ძეგლს დავდგამდი
და პატივს ვცემდი. ახლა იძულებული ვარ თქვენთან ერთად ვიარო ძალიან საფლავთან და ამათთან ერთად მიშა ჯავახიშვილს და კიდევ ერთ ორსაც პატივი ვცე. ამათაც ყავდათ პროზაიკოსი სერგო კლდიაშვილი, დიდი დავით კლდიაშვილის ძე, რომელსაც ასევე არ დასწავლა, გაეშალა სწორედ ამ მიმართულებით. დაეწერა ქართულ პროზას დიდი დრო დაჭირდა, ევროპული რო გამხდარიყო, ეს ახლა ხდება სინამდვილეში, ქართულ პოეზიას კი ყავდა პატრონი, რომელსაც ეს გაუგეთა. ერთმა გარდაქმნა, მეორემ ისეთი დაწერა, გარდაქმნა რო არ ჭირდებოდა და ერთად ჯამში ერთმა პატარა სოფელმა მოქცა დაახლოებით ავიცი აქედან და ბოლომდე არის მათი სახლები ერთმანეთს დაშვერებული, მოქცა ეს ორი ფანტასტიკური მოვლენა გალობდიანი და ტიციანი. კიდევ არის ერთი სოფლის დამსახურება, ერთმა პატარა ხიდისთავმა ორი მთაწმინდელი მოქცა, ნონა დუმბაძე და ანა გალანდაძე. მათი დონე შეიძლება იმხელა არა, მაგრამ სოფელი ასევე ძალიან პატარაა და ვინაიდან ჩოხატაურიდან წარმოშობით იქიდან ვარ, ამიტომ ეგეც აღნიშნე. დიდი მადლობა ყველას და დიდი მადლობა ინტელექტის კლუბს. მე არა ვარ წევრი და დღეიდან დავიწყებ გაწევრიანების თუ პროცედურას, რომელიც აღწერის დროს ძალიან შემაშინა.